მილიონერმა იპოვა მათხოვარი, რომელიც ზუსტად მის მსგავსად გამოიყურებოდა და მოწყალებას ითხოვდა და 2 საათის შემდეგ რაღაც მოულოდნელი მოხდა. თუ ეს ისტორია მოგეწონათ, ნუ დაგავიწყდებათ ჩვენი არხის გამოწერა და გვითხრით, რომელი ქალაქიდან გვიყურებთ. გავაგრძელოთ. ლიმუზინის ძრავის ხმა ნელა მიწყნარდა, როდესაც გიორგი ბერიძე, თბილისის ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი, მოუთმენლად ელოდა შუქნიშნის გამწვანებას. მისი თითები ტყავის საჭეზე ათამაშებდა, გონება უკვე დირექტორთა საბჭოს შეხვედრაზე იყო. 55 წლის ასაკში გიორგი წარმატების ცოცხალი ხატება იყო, უნაკლო კოსტიუმი, იდეალურად დავარცხნილი ჭაღარათმა და შემღწევი მზერა, რომელმაც უთვალავი მილიონიანი გარიგება დადო. ფანჯარაზე კაკუნმა უეცრად გამოარკვია ფიქრებიდან. უკმაყოფილო ამოოხრით, გიორგიმ შებოლილი მინა ჩამოწია, მზად იყო რამდენიმე მონეტით გაესტუმრებინა მორიგი მათხოვარი. მაგრამ სიტყვები ხელში გაეყინა. მის წინ გაწვდილი ხელით და დაღლილი მზერით იდგა სახე, რომელიც 50 წელზე მეტია არ ენახა. სახე, რომელიც მისი ზუსტი ანარეკლი იყო, დროისა და სირთულეების მიერ დაღდასმული, მაგრამ შეუცდომელი. ლუკა, სიტყვა ბაგეებიდან ურწმუნო ჩურჩულით გაუსხლდა. მათხოვარმა თვალები დააჭყიტა, დაბნეულმა. როგორ იცი ჩემი სახელი? გიორგი მიგრძნო, რომ სამყარო გაჩერდა. მოგონებებმა გონება აუსო. 2 იდენტური ბიჭი, რომლებიც თბილისის გარეუბანში მოკრძალებული სახლის ეზოში თამაშობდნენ, გაზიარებული სიცილი, ერთად სამყაროს დაპყრობის ოცნებები. და შემდეგ უბედური შემთხვევა. მატარებელი. ყვირილი. დამთრგუნველი დარწმუნებულობა, რომ მისი ტყუპი ძმა, მისი მეორე ნახევარი სამუდამოდ წავიდა. ლუკა, ეს მე ვარ. გიორგი. შენი ძმა. გამჟღავნებამ ორ მამაკაცს შორის მეხივით დაეცა. ლუკამ უკან დაიხია, მისი თვალები ათვალიერებდა ძვირფას მანქანას, ძვირადღირებულ კოსტიუმს და ბოლოს გიორგის სახეს მიაჩერდა. გაგებამ ძლიერად დაარტყა და მისმა ფეხებმა წაქცევით დაემუქრა. გიორგი. მაგრამ შენ. მეგონა რომ იმ ავარიაში დაიღუპე. ყველა ეს წლები. უკან მდგომი მანქანის სიგნალმა მომენტი დაარღვია. შუქნიშანი გამწვანდა, მაგრამ გიორგი გაშეშებული იყო, ვერ ახერხებდა თვალი მოეშორებინა დაკარგული ძმისთვის. უეცარი მოძრაობით მან მგზავრის კარი გააღო, ამოდი უბრძანა, ხმა ოდნავ უკანკალებდა. ბევრი რამ გვაქვს სალაპარაკო. ლუკაც ამით შეყოყმანდა, მაგრამ რაღაც გიორგის მზერაში, შოკისა და ნატვრის ნაზავით დაარწმუნა. მოუხერხებელი მოძრაობით ის ძვირფას მანქანაში ჩაჯდა, კარი მის უკან დახურა. ლიმუზინი შუქნიშანს გასცდა, უკან დატოვა გაბრაზებული მანქანების რიგი და დაბნეული მძღოლები. შიგნით სიჩუმე მძიმე იყო, 10 წლეულების განმავლობაში შეკავებული უპასუხო კითხვებითა და ემოციებით დატვირთული. გიორგი უმიზნოდ მართავდა, მისი გონება აზრების ქარიშხალი იყო. როგორ იყო შესაძლებელი, რომ ლუკა ცოცხალი იყო? რა მოხდა ავარიის შემდეგ? რატომ არასდროს უცდია ოჯახთან დაკავშირება? და რაც მთავარია, როგორ აღმოჩნდნენ ასეთი რადიკალურად განსხვავებული ცხოვრებით? ლუკა თავის მხრივ გაოცებით ათვალიერებდა ლიმუზინის შიგნით მხარეს, სამყაროს, რომელიც ასე შორს იყო ქუჩებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში მისი სახლი იყო. მისი დაკოჟრილი ხელები, წლების მძიმე შრომითა და გადარჩენით დალაქავებული, მკვეთრად განსხვავდებოდა სავარძლების რბილი ტყავისგან. ბოლოს გიორგიმ სიჩუმე დაარღვია. გვეგონა, რომ მატარებლის იმ ავარიაში დაიღუპე. დედა და მამა. ვერასოდეს სრულად გამოჯანმრთელდნენ. ლუკამ თვალები დახუჭა, ტკივილი აშკარა იყო მის სახეზე. ნე. საავადმყოფოში გამოვიღვიძე. არაფერი მახსოვდა. ჩემი სახელი, ჩემი ოჯახი. ყველაფერი წაშლილი იყო. მითხრეს, რომ მომაგნეს ლიანდაგების ახლოს ხეტიალისას, დაჭრილი და დაბნეული. გიორგიმ საჭე ძლიერ მოუჭირა. და მერე. რა დაგემართა ყველა ეს წლების განმავლობაში? გადავრჩი, უბრალოდ უპასუხა ლუკამ. ქუჩები ჩემი სახლი გახდა. ვისწავლე თავის გატანა, თავის დაცვა. და დროთა განმავლობაში. სხვების დახმარება, ვინც ჩემს მდგომარეობაში იყვნენ. კონტრასტი მათ ცხოვრებას შორის ვერ იქნებოდა უფრო მკვეთრი. გიორგი, ბიზნესის მაგნატი, იმპერიის მფლობელი, რომელიც შექმნა სიმტკიცით და ზოგჯერ საეჭვო გადაწყვეტილებებით. ლუკა, თბილისის დავიწყებულთა უხმო ლიდერი, კაცი, რომელმაც სიძნელეებში პოვა მიზანი. უნდა ვისაუბროთ, თქვა გიორგიმ, უეცრად გადაწყვეტილების მიღებით.
ბევრია ასახსნელი, ბევრია აღსადგენი. წავიდეთ ჩემს სახლში. ლუკამ ჩუმად დაუქნია თავი გადაჭარბებული ემოციებითა და მოგონებებით, რომლებიც იწყებდნენ ზედაპირზე ამოსვლას. როდესაც ლიმუზინი თბილისის ყველაზე პრესტიჟული უბნისკენ მიემართებოდა, ბერიძის ძმები ემზადებოდნენ, რომ შეხვედროდნენ წარსულს, რომელიც დაკარგულად მიაჩნდათ და მომავალს, რომელიც არასდროს წარმოედგინათ ერთად გაზიარება. რასაც არც ერთი მათგანი არ იცოდა იყო ის, რომ იმავე მომენტში, კილომეტრების მოშორებით, მესამე კაცი აკვირდებოდა ორი იდენტური ბიჭის ძველ ფოტოსურათს, რომლებიც კამერას უღიმოდნენ. ალექსანდრე დოლიძემ, მესამე ბერიძის ძმამ, ცივი ღიმილი მოხაზა, გეგმავდა, რომელიც ყველას ბედს შეცვლიდა. მოულოდნელი შეხვედრა იმ შუქნიშანთან არ იყო მხოლოდ დიდი ხნის გადადებული ოჯახური შეკრების დასაწყისი. ეს იყო პირველი სვლა ძალაუფლების, ამბიციისა და გამოსყიდვის თამაში, რომელიც შეარყევდა თბილისის საფუძვლებს და გამოცდიდა სისხლისა და გულის ყველაზე ღრმა კავშირებს. გიორგი ბერიძის სასახლე ვაკეს გულში აღმართული იყო, მარმარილოსა და მინის დადასტურება წარმატებისა, რომელიც წლების განმავლობაში შექმნა. ლუკასთვის იმ ზღურბლის გადალახვა იყო როგორც სრულიად უცხო სამყაროში შესვლა, სასტიკი შეხსენება, თუ რამდენად განსხვავებული იყო მათი ცხოვრება. გიორგიმ ძმა ფართო კაბინეტამდე მიიყვანა, სადაც მათ ელოდა ძველი ვისკის ბოთლი და 2 კრისტალის ჭიქა. სიჩუმე მათ შორის მძიმე იყო, დაუსმელი კითხვებითა და შეკავებული ემოციებით დატვირთული. დაჯექი, გთხოვ, თქვა გიორგიმ, ტყავის სავარძელზე მიუთითა. ლუკამ დაემორჩილა, უხერხულად მისი გაცვეთილი ტანსაცმელი მკვეთრად კონტრასტში იყო გარშემო არსებულ ფუფუნებასთან. გიორგიმ 2 უხვიულუფა ვისკი დაასხა და ლუკას ჭიქა გადასცა. შეხვედრისთვის სადღე გრძელო თქვა მისი მოკანკალე ხმა გასცემდა სახის მოჩვენებით სიმშვიდეს. ლუკამ თავი დაუქნია და ხლოპი მოსვა, ალკოჰოლის წვამ გააღვიძა შორეული მოგონებები გაზიარებული ბავშვობის შესახებ. როგორ მიაღწია ყველაფერ ამას, გიორგი, საბოლოოდ იკითხა, ჟესტით მოიცვა გარშემორტყმული ფუფუნება. გიორგიმ ამოოხრა, თავის სავარძელში ჩაეშვა. ავარიის შემდეგ, შენი დაკარგვის შემდეგ დავიფიცე, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რათა ჩვენს მშობლებს აღარასოდეს განეცადათ ტანჯვა. დავიწყე მცირე ბიზნესებით, იმპორტი და ექსპორტი. დღე და ღამე ვმუშაობდი, მსხვერპლად გავიღე ურთიერთობები, მეგობრობა. ყველაფერი იმისთვის, რომ აგვეშენებინა რაღაც, რაც დაგვიცავდა გაურკვევლობისგან, რომელმაც შენ წაგგვარა. ლუკა ჩუმად უსმენდა, მისი გონება ცდილობდა შეერიგებინა ბიჭი, რომელიც ახსოვდა, ძლიერ კაცთან, რომელიც მის წინ იდგა. იმპერია გაიზარდა, განაგრძო გიორგიმ. დივერსიფიცირება მოახდინე, ინვესტიცია ჩავდე ტექნოლოგიებში, უძრავ ქონებაში, ფინანსებში. ყოველი წარმატება იყო გამარჯვება ბედის წინააღმდეგ, რომელმაც შენ ჩვენგან წაგიყვანა. მაგრამ ყოველ ღამეს სახლში დაბრუნებისას გრძნობდი შენი არ ყოფნის სიცარიელეს. და შენ, ლუკა, რა მოგივიდა ავარიის შემდეგ? ლუკამ ვისკის კიდევ ერთი ხლუპი მოსვა, მადლიერი სითბოსთვის, რომელიც მთელ სხეულში გავრცელდა. როგორც გითხარი, უმეხსიერებოდ გამოვიღვიძე. ვიპოვე თავი მარტო, ვიდენტობოდ სამყაროში, რომელიც სისუსტეს არ პატიობდა. თბილისის ქუჩები ჩემი სახლი და ჩემი სკოლა გახდა. მისი მზერა სიშორეში დაიკარგა ბრძოლებისა და აღმოჩენების წლების გახსენებით. ვისწავლე გადარჩენა, მაგრამ ასევე აღმოვაჩინე, რომ იყვნენ სხვებიც ჩემსავით. დავიწყებული, მარგინალიზებული ადამიანები. დროთა განმავლობაში მათთვის ერთგვარი ლიდერი გავხდი. ვაწყობდით პროტესტებს, ვქმნიდით მხარდაჭერის ქსელებს. ბევრი არაფერი გქონდა, მაგრამ გვყავდა ერთმანეთი. გიორგი უსმენდა, მონუსხული და შეძრწუნებული თანაბრად. იდეა იმისა, რომ მისი ტყუპი ძმა ქუჩებში ცხოვრობდა, ყოველდღიურად ბრძოლობდა გადარჩენისთვის, იყო როგორც დანის ჩარტყმა გულში. ლუკა, მე ძალიან მწუხვარ. რომ გწოდნოდა, რომ უფრო მეტად გვეძებნა. ლუკამ ხელი ასწია, შეაჩერა ძმის ბოდიში, წარსულია გიორგი. ვერ შევცვლით მას. კითხვა ისაა, ახლა რას ვაკეთებთ? სანამ გიორგი უპასუხებდა, კაბინეტის კარი უეცრად გაიღო. ელეგანტური ქალი დაახლოებით 50 წლის, გადაწყვეტილი ნაბიჯით შემოვიდა. გიორგი, სად იყავი? დირექტორთა საბჭო გაცოფებულია, გაგიშვიდლის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა. მისი ხმა ჩაწყდა, როცა ლუკა დაინახა. მისი თვალები ფართოდ გაიხსნა, ერთი ძმიდან მეორეზე გადავიდა ურწმუნოებით. მარიამ, ძვირფასო, თქვა გიორგიმ, ფეხზე წამოდგა. გაგაცნობ ლუკას. ჩემს ძმას. მარიამ ბერიძე, გიორგის ცოლი და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი, გაშეშდა. მაგრამ ლუკა მკვდარია.
ავარია. ეს გრძელი ამბავია, შეაწყვეტინა გიორგიმ, ამბავი, რომელიც მთელ ოჯახს უნდა გავუზიაროთ. ამ მომენტში გიორგის ტელეფონმა დაჟინებით დარეკა. ეკრანზე ნომრის დანახვისას შუბლი შეჭმუხნა. მაპატიეთ, უნდა ვუპასუხო ამ ზარს. გიორგი აივანზე გავიდა, დატოვა ლუკა და მარიამი უხერხულ სიჩუმეში. ამასობაში სატელეფონო ხაზზე მძიმე და მუქარის შემცველი ხმა რეზონირებდა გიორგის ყურში. ბატონო ბერიძე, იმედია მზად ხართ მოახლოებული ქარიშხლისთვის. თქვენი იმპერია მალე შეირყევა და ვერც კი წარმოიდგენთ, საიდან მოვა დარტყმა. გიორგიმ ტელეფონი ძალიან მოუჭირა. ვინ ხართ? რა გინდათ? ცივი სიცილი იყო ერთადერთი პასუხი, სანამ ზარი გაწყდებოდა. გიორგი დარჩა ქალაქის მზერით, რომელიც მის წინ გადაჭიმულიყო, შიშის გრძნობა მის გულში დაბინავდა. ლუკასთან შეხვედრა, რომელიც უნდა ყოფილიყო სიხარულის მომენტი, ახლა ჩრდილქვეშ მოექცა უცნობი მუქარით. კაბინეტში ლუკა ცნობის მოყვარეობით აკვირდებოდა მარიამს. ასე რომ, შენ ჩემი ძმის ცოლი ხარ. მარიამ თავი დაუქნია, სიმშვიდე დაიბრუნა. და მისი პარტნიორი ბიზნესში. ლუკა ვერ წარმომიდგენია რა გადაიტანე, მაგრამ უნდა გესმოდეს, რომ დაკარგული ძმის უეცარი გამოჩენა. ნუ, რთულია. რთული, გაიმეორა ლუკამ, სიმტრის ნოტით ხმაში. ვარაუდობ, გულისხმობ ჩემი არსებობის სამართლებრივ და ფინანსურ შედეგებს. მარიამს ჰქონდა ღირსება, რომ შერცხვენილი გამოჩენილიყო? არ მინდოდა ასე ჟღერდეს. უბრალოდ, რომ მე ვარ უხერხულობა იმპერიისთვის, რომელიც ააშენეთ, დაასრულა ლუკამ, ნუ ღელავ, არ ვარ აქ რაიმეს მოსათხოვნად. ჩემი ცხოვრება ქუჩებშია, ხალხთან, ვისაც ვჭირდები. გიორგი ამ მომენტში დაბრუნდა, მისი სახე ფერმკრთალი და დაძაბული. უნდა ვისაუბროთ, უთხრა მარიამს. რაღაც ხდება კომპანიაში და მაქვს წინათ გრძნობა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ლუკა ფეხზე წამოდგა, უეცრად არასათანადო ადგილას იგრძნო თავი. იქნებ უნდა წავიდე. გაქვთ მნიშვნელოვანი საქმეები განსახილველი. არა, თქვა გიორგიმ მტკიცედ, ხელი ძმის მხარზე დაადო. ახლა ხანს გიპოვე, ლუკა. აღარ დაგკარგავ. გარდა ამისა, მაქვს წინათ გრძნობა, რომ დამჭირდება შენი დახმარება. სამივემ ერთმანეთს შეხედა, თითოეული აცნობიერებდა, რომ მათი ცხოვრება შეუქცევადად შეიცვალა. გარეთ მზე იწყებდა ჩასვლას თბილისზე, ცას სისხლის ფრადღებავდა. ეს იყო წინასწარი ნიშანი ქარიშხლისა, რომელიც მზად იყო ბერიძის ოჯახზე დასატყდომად, ქარიშხალი, რომელიც გამოცდიდა სისხლის, სიყვარულისა და ერთგულების კავშირებს. რასაც არც ერთი მათგანი არ იცოდა იყო ის, რომ სწორედ იმ მომენტში ალექსანდრე დოლიძე იჯდა თავის ფეშენებელურ ოფისში, იღიმებოდა, როდესაც ათვალიერებდა დოკუმენტებს, რომლებსაც შეეძლოთ გიორგის იმპერიის განადგურება. მესამე ბერიძის ძმა, აღზრდილი ფუფუნებაში, მაგრამ შთანთქმული რესენტიმენტით, მზად იყო თავისი სვლისთვის. თამაში დაიწყო და დაფაიყო მთელი თბილისი. გიორგი მაგნატი, ლუკა დავიწყებულთა ლიდერი და ალექსანდრე შურისმაძიებელი ჩრდილი. სამი ძმა, გაზიარებული წარსული და გაურკვეველი მომავალი. მოულოდნელი შეხვედრა იყო მხოლოდ დასაწყისი ამბავისა, რომელიც შეარყევდა მათი ცხოვრებისა და ქართული საზოგადოების საფუძვლებს. შეხვედრის მომდევნო დილა თბილისზე ნაცრისფრად გათენდა, თითქოს ქალაქმა თავად იგრძნო მოახლოებული ქარიშხალი. ბერიძის სასახლეში გიორგი ემზადებოდა დირექტორთა საბჭოს შესახვედრად, მისი გონება გაყოფილი იყო ლუკასთან შეხვედრის სიხარულსა და მისი იმპერიის თავზე დაკიდებული დუმალ საფრთხეს შორის. ლუკამ თავის მხრივ დაბნეულმა გაიღვიძა სტუმრების ოთახში. გარშემორტყმული ფუფუნება მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა ცხოვრებას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ეწეოდა. ჩაიცვა ტანსაცმელი, რომელიც გიორგიმ ათხოვა, თავი იგრძნო როგორც მატყუარამ საკუთარ კანში. სასადილო ოთახში ძმები მარიამს შეხვდნენ, რომელმაც ისინი დაძაბული ღიმილით მიიღო. დილა მშვიდობისა მიესალმა, ყავას ასხამდა. გიორგი, საბჭო დანიშნულია 10 საათზე. სტრატეგია გვჭირდება. გიორგიმ თავი დაუქნია, მისი სახე გადაწყვეტილების ნიღაბი იყო. ლუკა, თქვა ძმისკენ მობრუნდა, ვიცი რომ ეს მოულოდნელია, მაგრამ მინდა ჩემთან ერთად მოხვიდე ოფისში. რაღაც მინდა გაჩვენო. ლუკა შეყოყმანდა. არ ვიცი, კარგი იდეაა თუ არა გიორგი. არ ვეკუთვნი იმ სამყაროს. გთხოვ დაჟინებით, თქვა გიორგიმ. შენ ჩემი ძმა ხარ. შენი ნაწილი ყოველთვის ეკუთვნის ჩემს სამყაროს, ისევე როგორც ჩემი ნაწილი ყოველთვის ეკუთვნის შენსას. გიორგის სიტყვებით შეძრული, ლუკა საბოლოოდ დათანხმდა.
ამასობაში ქალაქის სხვა ნაწილში ალექსანდრე დოლიძე ემზადებოდა პირველი დარტყმის მისაყენებლად თავის გამოგონილ შურისძიების გეგმაში. ბერიძის კორპორაციის ცენტრალურ ოფისებში, მინისა და ფოლადის სათამბჯენში, რომელიც თბილისის სილუეტს აღმართული იყო, გიორგი და ლუკა შეხვდნენ ცნობის მოყვარე მზერასა და გაკვირვებულ ჩურჩულს. მსგავსება ძმებს შორის შეუძლებელი იყო უბულებელყოფა და ჭორები დაიწყო დენით გავრცელება. გიორგიმ ლუკა მიიყვანა თავის ოფისამდე ბოლო სართულზე, ფართო სივრცემდე ქალაქის პანორამული ხედებით. მინდა რაღაც გაჩვენო, თქვა მიმართა ფარულ სეიფს სურათის უკან. სეიფიდან გიორგიმ ამოიღო ძველი ფოტოალბომი და გაყვითლებული დოკუმენტი. ეს არის ყველაფერი, რაც შევინარჩუნე ჩვენი ბავშვობიდან, აუხსნა, ალბომს ხსნიდა. და ეს ჩვენი დაბადების მოწმობაა. ჩვენ სამი ტყუპის ცალი ვართ, ლუკა. ლუკა მიგრძნო, რომ მიწა მოძრაობდა მის ფეხქვეშ. სამი ტყუპის ცალი. მაგრამ როგორ? ალექსანდრე ჩაილაპარაკა გიორგიმ მიუთითა ფოტოზე, სადაც სამი იდენტური ბიჭი უღიმოდა კამერას. ჩვენი მესამე ძმა. გაქრა იმავე ღამეს, როცა ავარია მოხდა. არასოდეს ვიცოდით, რა დაემართა. სანამ ლუკა შეძლებდა ამ ახალი ინფორმაციის გადამუშავებას, ოფისის კარი უეცრად გაიღო. მარიამი შემოვიდა, მისი სახე ფერმკრთალი. გიორგი, ეს უნდა ნახო. მან ჩართო ოფისის ტელევიზორი, საინფორმაციო არხზე გადართო. ეკრანზე კაცი, რომლის სახეც ნაცნობი იყო ბერიძის ძმებისთვის, პრესკონფერენციას ატარებდა. ჩემი სახელია ალექსანდრე დოლიძე, განაცხადა კაცმა, მისი ხმა მტკიცე და გადაწყვეტილი. თუმცა ალბათ უნდა ვთქვა ალექსანდრე ბერიძე. მე ვარ გიორგი ბერიძის ინდუსტრიების გენერალური დირექტორის დაკარგული ძმა და აქ ვარ, რომ მოვითხოვო, რაც მეკუთვნის უფლებით. გიორგი და ლუკა გაუგნებულები უყურებდნენ, როგორ აღწერდა ალექსანდრე მიტოვებისა და ღალატის ისტორიას, ადანაშაულებდა გიორგის, რომ განზრახ დატოვა უკან, რათა მიეღო მთელი საოჯახო იმპერია. ეს კატასტროფაა, ჩაილაპარაკა მარიამმა. დირექტორთა საბჭო პანიკაშია. აქციონერები პასუხებს ითხოვენ. გიორგი თავის სავარძელში ჩაეშვა, გადატვირთული. ვერ ხვდები. როგორაა შესაძლებელი? გვეგონა, რომ ავარიაში დაიღუპა, ისევე როგორც ლუკა. ლუკამ, რომელიც აქამდე ჩუმად იყო, წინ გადმოდგა. გიორგი, მჭირდება, რომ ყველაფერი მომიხვე. იმ ღამის ყოველი დეტალი, რა მოხდა შემდეგ. თუ ამას ვუპირისპირდებით, გვჭირდება სრული სიმართლე. გიორგიმ თავი დაუქნია, მისი სახე გადაწყვეტილებისა და შიშის ნაზავი იყო. მართალი ხარ. მაგრამ პირველ რიგში დირექტორთა საბჭოს უნდა გავუმკლავდეთ. ლუკა, ვიცი, ბევრს ვთხოვ, მაგრამ გამომყვები. შენი არსებობა შეიძლება დაგვეხმაროს წყლების დაწყნარებაში. ლუკა წამით შეყოყმანდა, აცნობიერებდა, რომ აპირებდა ჩაძირულიყო სამყაროში, რომელსაც ყოველთვის უარყოფდა. მაგრამ როდესაც შეხედა ძმის თვალებს, დაინახა რაღაც, რაც ათწლეულების განმავლობაში არ ენახა, ოჯახი. შენთან ვარ, ძმაო, საბოლოოდ თქვა. როდესაც გიორგი და ლუკა ემზადებოდნენ დირექტორთა საბჭოს შესახვედრად, ალექსანდრე აკვირდებოდა საკუთარი პრესკონფერენციის ტრანსლაციას ფეშენებელური პენტჰაუსიდან. მის გვერდით ფიგურა ჩრდილში კმაყოფილებით იღიმებოდა. პირველი ფაზა დასრულებულია, თქვა ალექსანდრემ, შამპანურის ჩიქა აწია. მალე ყველაფერი, რაც გიორგიმ ააშენა, ჩვენი იქნება. ფიგურამ ჩრდილში თავი დაუქნია. გახსოვდეს ჩვენი გარიგება, ალექსანდრე. მე გეხმარები გიორგის განადგურებაში და შენ გადმომცემ სამხრეთის ოპერაციების კონტროლს. ალექსანდრემ გაიღიმა, ცივი და გამოთვლილი ღიმილით. რა თქმა უნდა, ჩემო ძვირფასო პარტნიორო. ბოლოს და ბოლოს, ბიზნესია. ქალი ჩრდილებიდან გამოვიდა, გამოავლინა ლამაზი და ეშმაკი სახე. ეს იყო ელენე მაისურაძე, გიორგის ყოფილი საცოლე და ახლა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უმოწყალო ბიზნესმენი. დაიწყოს თამაში, თქვა, თავისი ჩიქა შეაჯახა ალექსანდრეს. უკან ბერიძის ინდუსტრიების ოფისებში, გიორგი და ლუკა ემზადებოდნენ საბჭოს ოთახში შესასვლელად. კარის გაღებამდე, გიორგი შეჩერდა და შეხედა ძმას. რაც არ უნდა მოხდეს იქ შიგნით, ლუკა, მინდა იცოდე ერთი რამ, ბედნიერი ვარ, რომ გიპოვე. და ერთად შევხვდებით იმას, რაც მოდის. ლუკამ თავი დაუქნია, იგრძნო ნერვიულობისა და გადაწყვეტილების ნაზავი. ერთად გაიმეორა. კარი გაიღო და ბერიძის ძმები შევიდნენ, რათა თავიანთ ბედს შეხვედროდნენ, არ იცოდნენ, რომ ყოველი ნაბიჯი სულ უფრო ახლოს მიჰყავდათ სიმართლესთან, რომელიც სამუდამოდ შეცვლიდა მათ ცხოვრებას.
ბერიძის ინდუსტრიების საბჭოს ოთახი იყო ჩუმი ბრძოლის ველი, როდესაც გიორგი და ლუკა შევიდნენ. დირექტორთა საბჭოს წევრებმა, უნაკლო კოსტიუმიანმა კაცებმა და ქალებმა და გამჭოლი მზერით შეათვალიერეს იდენტური ძმები გაოცებისა და ეჩვის ნაზავით. გიორგიმ დაიკავა ადგილი მაგიდის თავში, ლუკა მის გვერდით იდგა, უხერხული, მაგრამ მტკიცე არსებობით. ქალბატონებო და ბატონებო, დაიწყო გიორგიმ, მისი ხმა მშვიდი იყო მიუხედავად შინაგანი ქარიშხლისა, ვიცი, რომ გაქვთ კითხვები. აქ ვარ, რომ ვუპასუხო მათ. მომდევნო საათის განმავლობაში გიორგიმ მოყვა ავარიის ისტორია, მისი ძმების სავარაუდო სიკვდილი და ახლახანს აღმოჩენა, რომ ორივე ცოცხალი იყო. ლუკა ჩუმად აკვირდებოდა, გაოცებული ძმის უნარით გაუმკლავდეს ზეწოლას. და რა სიტყვით ალექსანდრეს ბრალდებებზე, იკითხა ერთ-ერთმა დირექტორმა, მისი ხმა სკეპტიციზმით იყო დატვირთული. ამბობს, რომ განზრახ მიატოვე. გიორგიმ თავი გააქნია. ეს სრულიად მცდარია. გვეგონა, რომ როგორც ლუკა, ისე ალექსანდრე დაიღუპნენ ავარიაში. არასოდეს მივატოვებდი ჩემს ძმებს. და როგორ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიხოთ, დაჟინებით იკითხა სხვა დირექტორმა. ეს სიტუაცია შეიძლება დაანგრევს ჩვენი აქციონერების ნდობას. ამ დროს ლუკამ წინ გადმოდგა. თუ ნებას დამრთავთ, თქვა, მისი ხმა ხრინწიანი იყო ფორმალურ სიტუაციებში გამოუყენებლობის გამო, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩემი ძმა სიმართლეს ამბობს. მე თვითონ ახლახანს აღმოვაჩინე, რომ მყავს ოჯახი ისტორია. გიორგი არ არის ის კაცი, რომელსაც ალექსანდრე აღწერს. ოთახი დადუმდა აწონდაწონე სიტყვები ამ კაცისა, რომელიც ცოტა ხნის წინ ქუჩებში ცხოვრობდა. ლუკაში იყო ავთენტურობა, რომლის იგნორირებაც რთული იყო. საბოლოოდ მარიამმა აიღო სიტყვა. თავაზობ, რომ შევქმნათ კრიზისის მართვის გუნდი. გვჭირდება ნარატივის კონტროლი და კომპანიის იმიჯის დაცვა, სანამ ამ ოჯახურ სიტუაციას ვაგვარებთ. საბჭომ დაეთანხმა მარიამის წინადადებას და გიორგი მიგრძნო მცირე შვება. სულ მცირე მოიპოვეს დრო. ამასობაში ქალაქის მეორე მხარეს ალექსანდრე და ელენე ზეიმობდნენ ქაოსს, რომელიც გააჩაღეს. ნახე მათი სახეები, იცინოდა ალექსანდრე, კიდევ ერთი ჩიქა შამპანურს ისხამდა. გიორგი ალბათ სასოწარკვეთილია. ელენემ გაიღიმა, მაგრამ მისი თვალები რჩებოდა ცივი და გამოთვლილი. ნუ დაკარგავ სიფრთხილეს, ალექსანდრე. გიორგი არ მისულა იქ, სადაც არის სულელი რომ იყოს. ეკნება გეგმა. ამიტომაც მყავხარ შენ, ძვირფასო, უპასუხა ალექსანდრემ, მასთან მიახლოებით. შენი შიდა ცოდნა კომპანიის შესახებ ჩვენი საიდუმლო იარაღია. ელენე სუბტილურად განზე გადგა. გახსოვდეს, ეს ბიზნეს შეთანხმებაა. არ შეგეშალოს. ალექსანდრემ თავი დაუქნია, იმედგაცრუების ჩრდილმა გადაურბინა სახეზე. რა თქმა უნდა. ბიზნესი. უკან ბერიძის სასახლეში გიორგი, ლუკა და მარიამი შეიკრიბნენ შემდეგი ნაბიჯის დასაგეგმად. გვჭირდება მეტი ვიცოდეთ ალექსანდრეს შესახებ, თქვა გიორგიმ, კაბინეტში სეირნობდა. სად იყო ყველა ეს წლები, ვინ ეხმარებოდა? ლუკამ, რომელიც ფიქრებში იყო ჩაძირული, ისაუბრა. შემიძლია დაგეხმარო ამაში. ქუჩებში გვაქვს ჩვენი საკუთარი საინფორმაციო ქსელები. ადამიანები, რომლებიც ხედავენ და ისმენენ რამეებს, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ. გიორგიმ შეხედა ძმას გაოცებისა და აღფრთოვანების ნაზავით. გააკეთებდი ამას ჩემთვის. ჩვენთვის. ლუკამ თავი დაუქნია. ჩვენ ოჯახი ვართ, გიორგი. გარდა ამისა, მაქვს წინათგრძნობა, რომ აქ უფრო მეტია სასწორზე, ვიდრე უბრალოდ შენი კომპანია. მარიამმა, რომელიც დოკუმენტებს ათვალიერებდა, თავი ასწია. გიორგი არის კიდევ რაღაც, რაც უნდა იცოდე. ვიკვლევდი რამდენიმე საეჭვო ტრანზაქციას კომპანიაში. მგონია, რომ ვიღაც შონავს ინფორმაციას. ჯაშუში, იკითხა გიორგიმ, შუბლი შეჭმუხნა. შესაძლებელია, უპასუხა მარიამმა. და თუ ასეა, შეიძლება დაკავშირებული იყოს ალექსანდრესთან. გიორგი თავის სავარძელში ჩაეშვა, სიტუაციის სიმძიმე მხრებზე დააცვა. თავდასხმა ყველა ფრონტიდან გვაქვს. მაშინ ლუკას გაუჩნდა იდეა. გიორგი, მენდობი. ჩემი სიცოცხლით, უპასუხა გიორგი მოყოყმანოდ. მაშინ გეგმა მაქვს, თქვა ლუკამ, გადაწყვეტილების ნაპერწკალი თვალებში. მაგრამ დაგვჭირდება ჩვენი კომფორტის ზონიდან გასვლა. ორივეს. როდესაც ლუკამ აუხსნა თავისი გეგმა, იმედისა და შიშის ნაზავი დაისადგურა გიორგის გულში. უეჭველად რისკიანი იყო, მაგრამ შეიძლებოდა ყოფილიყო მათი საუკეთესო შანსი.
გავაკეთოთ, თქვა საბოლოოდ გიორგიმ. იმ ღამით, როდესაც ქალაქი ეძინა, ორი ფიგურა ჩუმად გამოვიდა ბერიძის სასახლიდან. გიორგი, ჩაცმული მარტივი და გაცვეთილი ტანსაცმლით, მიჰყვებოდა ლუკას თბილისის უღარიბესი რაიონებისკენ. დადგა დრო, როდესაც მაგნატი უნდა დაენახა სამყარო ძმის თვალებით. რასაც არც ერთი მათგანი არ იცოდა იყო ის, რომ მათ მოძრაობებს აკვირდებოდნენ. ჩრდილებში მარტო ხელა ფიგურა იღებდა ფოტოებს, ტრიუმფის ღიმილით სახეზე. ალექსანდრეს გეგმა მზად იყო მოულოდნელი მოსახვევისთვის. ამასობაში, ცენტრში მდებარე ელეგანტურ ბარში, ელენე მაისურაძე შეხვდა ნერვიული გარეგნობის კაცს. გაქვს რაც გთხოვე, იკითხა მან მისი ხმარბილი, მაგრამ მუქ არის შემცველი. კაცი, რომელიც აღმოჩნდა ბერიძის ინდუსტრიების ერთ-ერთი დირექტორი, თავს აკანკალებდა, როდესაც კონვერტი გადასცა. ეს გაანადგურებს გიორგის, ჩაილაპარაკა. მაგრამ თუ გაიგებს, რომ მე ვიყავი. ელენემ გაიგიმა, აიღო კონვერტი, ნუ ღელავ, ძვირფასო. შენი საიდუმლო ჩემთან უსაფრთხოდაა. როგორც ღამე მიიწევდა წინ ბერიძის ძმების ბედისწერა სულ უფრო მეტად იხლართებოდა, ხსოვდა საიდუმლოებების, ღალატისა და გამოსყიდვების ქსელს, რომელიც შეარყევდა თბილისის საფუძვლებს. სიმართლე იქ იყო, ელოდა აღმოჩენას, მაგრამ გზა მისკენ სავსე იქნებოდა საფრთხეებითა და სიურპრიზებით. ქალაქის ქუჩებში გიორგი მზად იყო აღმოეჩინა სამყარო, რომელიც ყოველთვის უგულებელყოფდა, სამყარო, რომელიც ლუკამ ძალიან კარგად იცოდა. და ამ სამყაროში თამაშის წესები ძალიან განსხვავდებოდა საბჭოს ოთახებისა და მინის სათამბჯენებისგან. ღამე ახალგაზრდა იყო და თავგადასავალი მხოლოდ იწყებოდა. თბილისის ქუჩები ღამით სხვა სიცოცხლეს იძენდა. გიორგი, ჩვეული თავისი ლიმუზინის კომფორტიდან ან პენტჰაუსის სიმაღლიდან ქალაქის ხედვას, აღმოაჩინა თავი ჩაძირული სამყაროში, რომელიც ყოველთვის არსებობდა პარალელურად მისი საკუთარისა, მაგრამ რომელსაც არასოდეს შეუმჩნევია. ლუკა ატარებდა ძმას ვიწრო შესახვევებსა და დამალულ მოედნებზე, ფამილიარულად ესალმებოდა ფიგურებს, რომლებიც ჩრდილებიდან გამოდიოდნენ. ყველა ასაკის კაცები და ქალები, სახეები დაღდასმული მძიმე ცხოვრებით, ცნობის მოყვარეობით უყურებდნენ ტყუპებს. მოგესალმები ჩემს სამყაროში, ძმაო, თქვა ლუკამ, როდესაც შეჩერდნენ პატარა მოედანზე, გარშემორტყმული და ზიანებული შენობებით. ადამიანთა ჯგუფი შეკრებილიყო იმპროვიზებული ცეცხლის გარშემო, იზიარებდნენ შეჭამანდის ქვაბს. გიორგი აკვირდებოდა, მონუსხული და შეძრული. ლუკა, როგორ იცხოვრე ასე ყველა ეს წლები? ლუკამ გაიგიმა ღიმილით, რომელიც ერეოდა სიამაყესა და სევდას. არ ყოფილა ადვილი, მაგრამ აქ ვიპოვე თემი, გიორგი. ადამიანები, რომლებიც სრულნავენ ერთმანეთზე, რომლებიც იზიარებენ იმ მცირედს, რაც აქვთ. ისინი მიუახლოვდნენ ჯგუფს ცეცხლის გარშემო. ასაკოვანი ქალი, დანაოჭებული სახით, მაგრამ კეთილი თვალებით, წამოდგა მათ მისასალმებლად. ლუკა, ჩემო ძვირფასო, თქვა ჩაეხუტა. ვინ არის შენი მეგობარი? ქალბატონო თამარ, უპასუხა ლუკამ სიტბოთი, ეს ჩემი ძმა გიორგია. გაოცების ჩურჩული გაიარა ჯგუფში. ყველამ იქიცოდა ლუკას ისტორია, უწარსულო ლიდერისა, რომელმაც გააერთიანა და დაიცვა ისინი წლების განმავლობაში. დასხედით, დაჟინებით, თქვა ქალბატონმა თამარმა. შეჭამანდი ცხელია და საკმარისია ყველასთვის. გიორგი მალე აღმოჩნდა ცხელი ჯამით ხელში, გარშემორტყმული ცნობის მოყვარე, მაგრამ მიმღები სახეებით. ჭამის დროს ის უსმენდა ამ ადამიანების ისტორიებს, ყოფილი მუშები, რომლებიც გაათავისუფლეს, იმიგრანტები უკეთესი ცხოვრების ძიებაში, ახალგაზრდები, რომლებიც გაიქცნენ ძალადობრივი სახლებიდან. ყოველი ისტორია იყო დარტყმა მისი სინდისისთვის, შეხსენება უთანასწორობისა, რომელიც არსებობდა ქალაქში, რომლის მართვაშიც ის ეხმარებოდა თავისი მინის კოშკებიდან. ლუკა, თქვა ახალგაზრდა კაცმა, არაუმეტეს 20 წლის, მართალია, რასაც ამბობენ. რომ შენი ძმა ბერიძის ინდუსტრიების მფლობელია? ლუკამ შეხედა გიორგის მასმიანდო გადაწყვეტილება, როგორ ეპასუხა. გიორგი მღრმად ჩაისუნთქა. დიახ, მართალია. მე ვარ გიორგი ბერიძე. სიჩუმე, რომელიც მოყვა დაძაბული იყო. ზოგიერთი უყურებდა გიორგის ეჩვით, სხვები ცნობის მოყვარეობით. და რას აკეთებს დიდი გიორგი ბერიძე ჩვენს მოკრძალებულ კუთხეში? იკითხა ქალმა, მისი ტონი გამომწვევი. გიორგი მიგრძნო ყველა მზერის სიმძიმე მასზე. აქ ვარ, რომ ვისწავლო, თქვა საბოლოოდ. დავინახო ქალაქი ჩემი ძმის თვალებით და იქნებ ვიპოვო გზა, რომ საქმეები სხვაგვარად გავაკეთო. ლუკამ ხელი მოათავსა ძმის მხარზე. გიორგი საკუთარ გამოწვევებს უმკლავდება.
არიან ძალები, რომლებსაც სურთ განადგურება იმისა, რაც მან ააშენა და გვჭირდება თქვენი დახმარება. ნელ-ნელა გიორგიმ დაიწყო სიტუაციის ახსნა ალექსანდრესთან, საფრთხე, რომელიც კომპანიას ემუქრებოდა და როგორ შეიძლებოდა ეს გავლენა მოეხდინა ათასობით მუშაზე და მათ ოჯახებზე. რატომ უნდა დაგეხმაროთ? იკითხა ახალგაზრდამ, რომელმაც ადრე ისაუბრა. შენმა კომპანიამ დახურა ქარხნები, დატოვა ხალხი ქუჩაში. გიორგიმ თავი დახარა შერცხვენილმა. მართალი ხარ. დაუშვი შეცდომები, მივიღე გადაწყვეტილებები მხოლოდ ციფრებზე ფიქრით და არა ადამიანებზე. მაგრამ მინდა შევცვალო ეს. თუ შევძლებ კომპანიის კონტროლის შენარჩუნებას, გპირდები, რომ რაღაცები სხვაგვარი იქნება. ქალბატონი თამარი, რომელიც ჩუმად უსმენდა, ალაპარაკდა. ლუკა ჩვენი დამცველი იყო წლების განმავლობაში. თუ ის გენდობა, ჩვენც გენდობით. რა გჭირდება? ლუკამ გაიღიმა, მადლიერი. გვჭირდება ინფორმაცია. თვალები და ყურები მთელ ქალაქში. ალექსანდრე ალბათ იღებს მხარდაჭერას საიდანღაც და გვჭირდება ვიცოდეთ ვისგან და როგორ. ჯგუფმა თავი დაუქნია ეს მოდად დავალება. მალე ისინი ორგანიზდნენ პატარა ჯგუფებად, თითოეულს ჰქონდა ქალაქის ზონა თვალყურის სადევნად. როდესაც ღამე წინ მიიწევდა, გიორგი და ლუკა ოდნავ დაშორდნენ ჯგუფს. გმადლობ, თქვა გიორგიმ ჩუმად. რომ მაჩვენე ყველაფერი ეს. ბევრი რამ გამომრჩა ჩაკეტილს ჩემს ბიზნესის სამყაროში. ლუკამ თავი დაუქნია. არასდროსაა გვიან თვალების გასახელად, ძმაო. მაგრამ გახსოვდეს, ეს ადამიანები ბევრს რისკავენ, რომ დაგვეხმარონ. არ უღალატო მათ. უეცრად ახალგაზრდა კაცი მოირბინა, სუნთქვა შეკრული. ლუკა, გიორგი. ეს უნდა ნახოთ. მან უჩვენა თავისი ტელეფონი. ეკრანზე უახლესი სათაური ბრწყინავდა საბედისწეროდ, სკანდალი ბერიძის ინდუსტრიებში, ციოს დაინახეს მარგინალურ უბნებში. ბინძური ბიზნესი? სათაურთან ერთად იყო ბუნდოვანი, მაგრამ ამოსაცნობი ფოტო გიორგისა და ლუკასი, რომლებიც შედიოდნენ მოედანზე. ჯანდაბა ჩაილაპარაკა გიორგიმ. თვალ-თვალს გვიწევდნენ. ლუკამ შუბლი შეჭმუხნა. ეს ალექსანდრეს ნამუშევარია. ის ამოძრავებს თავის ფიგურებს უფრო სწრაფად, ვიდრე ვფიქრობდით. გიორგიმ ამოიღო საკუთარი ტელეფონი, რომელსაც იგნორირებას უკეთებდა მთელი ღამე. ათობით გამოტოვებული ზარი და შეტყობინებები მარიამისგან და საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდისგან. უნდა დაუბრუნდეთ, თქვა. ეს მედიის ჯოჯოხეთი იქნება. როდესაც ისინი წასასვლელად ემზადებოდნენ, ქალბატონი თამარი მიუახლოვდა. გახსოვდეს შენი დაპირება, გიორგი ბერიძე, თქვა მისი ხმარბილი, მაგრამ მტკიცე? ეს ქუჩები არ ივიწყებენ. გიორგიმ სერიოზულად დაუქნია თავი. არ დავივიწყებ. გაქვთ ჩემი სიტყვა. როდესაც ძმები შორდებოდნენ, დაკვირვებული ახლად გაცნობილი თემის შეშფოთებული მზერით, ვერ შენიშნეს ფიგურა, რომელიც სრიალებდა ჩრდილებს შორის მიჰყვებოდა მათ ყოველ მოძრაობას. თავის ფეშენებელურ პენტჰაუსში ალექსანდრე იღიმებოდა, როდესაც უყურებდა ახალ ამბებს. შესანიშნავია, ჩაილაპარაკა. დიდი გიორგი ბერიძე, ერევა ქალაქის ნაგავს. ეს გაანადგურებს მის რეპუტაციას. ელენე მის გვერდით მჯდომი, არ ჩანდა ასე დარწმუნებული. ნუ ნაკლებ ფასობ მას, ალექსანდრე. გიორგი ჭკვიანია. შეიძლება ეს თავის სასარგებლოდ შემოატრიალოს. ალექსანდრე მისკენ შებრუნდა, მისი თვალები ბრწყინავდა გართობისა და მუქარის ნაზავით. ამიტომ მყავხარ შენ, ძვირფასო. შენი შემდეგი სვლა გადამწყვეტი იქნება. მზად ხარ? ელენემ თავი დაუქნია, თუმცა ეჩვის ჩრდილმა გადაირბინა მის სახეზე წამით. ყოველთვის მზად ვარ. როდესაც ღამე გზას უთმობდა განთიაც, ბერიძის ძმები ემზადებოდნენ, რომ შეხვედროდნენ ახალ მედია ქარიშხალს. მაგრამ რაღაც შეიცვალა გიორგიში. ღამემ ქუჩებში გაუხსნა თვალები რეალობაზე, რომელსაც ვერ უგულებელყოფდა. ჰორიზონტზე მზე იწყებდა ამოსვლას თბილისზე, ანათებდა როგორც ცათამბჯენებს, ისე მარგინალურ უბნებს. ეს იყო ახალი დღის დასაწყისი და მასთან ერთად ბრძოლის დასაწყისი, რომელიც განსაზღვრავდა არა მხოლოდ ბერიძის ინდუსტრიების მომავალს, არამედ თვით ქალაქის გულსა და სულს. დილა მოვიდა მედია ქარიშხლის სიძლიერით. გიორგი და ლუკა სულ რაღაც ფეხი შედგეს ბერიძის სასახლეში, როდესაც მათ თავს დაესხა აღელვებული მარიამი და კრიზისის რეჟიმში მყოფი საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდი. რაზე ფიქრობდი? მოითხოვა მარიამმა, გაზეთს იქნევდა გიორგის წინ.
სათაური ყვიროდა, ბიზნესის მეფე და ქუჩების მეფე, ბერიძის ძმები ერთად მარგინალობაში. გიორგიმ, დაღლილმა, მაგრამ ახალი გადაწყვეტილებით თვალებში, აიღო გაზეთი. ფიქრობდი, რომ პირველად ვნახავდი სიმართლეს 10 წლეულების შემდეგ მარიამ. ლუკა ჩუმად აკვირდებოდა სცენას უხერხულად სასახლის ფუფუნებაში ქუჩებში გატარებული ღამის შემდეგ. გრძნობდა, რომ ორ სამყაროში იყო ერთდროულად გაყოფილი ცხოვრებას შორის, რომელსაც იცნობდა და რომელიც შეიძლებოდა ჰქონოდა. გჭირდება პრესკონფერენცია, განაცხადა ერთ-ერთმა მრჩეველმა. ნარატივის კონტროლი, სანამ ალექსანდრე კიდევ უფრო დაამახინჯებს. გიორგიმ თავი დაუქნია, მაგრამ მისი გონება სხვაგან იყო. ლუკასკენ შებრუნდა. გჭირდება, რომ ჩემთან იყო, ძმაო. დროა სამყარო მიცოდეს მთელი სიმართლე. ლუკა შეყოყმანდა. გიორგი, არ ვიცი, მზად ვარ თუ არა ამისთვის. ჩემი სამყარო, ჩემი ხალხი. შენი ხალხი მიზეზია, რატომ გჭირდება ამის გაკეთება, შეაწყვეტინა გიორგიმ. დროა ბერიძის ინდუსტრიებმა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკეთოს საქმეები სხვაგვარად. როდესაც საზოგადოებასთან ურთიერთობის კონდიციებ ცხელებით ამზადებდა პრესკონფერენციას, ქალაქის სხვა ნაწილში ალექსანდრე იღებდა მოულოდნელ სტუმარს. ელენე შევიდა მის პენტჰაუსში გაუფრთხილებლად, მისი სახე შეშფოთების ნიღაბი იყო. პრობლემა გვაქვს, თქვა პრელუდიის გარეშე. ალექსანდრე, რომელიც საუზმით ტკბებოდა და ახალ ამბებს უყურებდა, წარბი აწია. რა შეიძლება იყოს პრობლემა? გიორგი დამთავრებულია. ელენემ თავი გააქნია. ვერ გაიგე. ვიკვლევდი, ალექსანდრე. ისტორია, რომელიც მომიყევი, როგორ მიგატოვა გიორგიმ. არ ჯდება. ალექსანდრე თვალსაჩინოდ დაიძაბა. რას გულისხმობ? ვიპოვე ჩანაწერები, ალექსანდრე. ბავშვთა სახლიდან, სადაც გაიზარდე. გიშვილეს დოლიძეებმა ავარიიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. გიორგი და მისი მშობლები წლების განმავლობაში გეძებდნენ. ალექსანდრეს სახე გადაიქცა სიბრაზის ნიღბად. თქვი. ჩემმა მშობლებმა მითხრეს. შენმა მშობლებმა იცრუეს, შეაწყვეტინა ელენემ, არ ვიცი რატომ, მაგრამ იცრუეს. და ახლა, ჩვენი მთელი გეგმა საფრთხეშია. ალექსანდრე უცებ წამოდგა საუზმე დავიწყებული. მნიშვნელობა არ აქვს. საკმარისი გვაქვს გიორგის გასანადგურებლად. მისი რეპუტაცია, მისი კომპანია. და მერე რა? იკითხა ელენემ, გიფიქრია, რა მოხდება შემდეგ. ათასობით სამუშაო ადგილი საფრთხეში, ოჯახები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ბერიძის ინდუსტრიებზე. წამით, ალექსანდრე შეყოყმანდა. მაგრამ შემდეგ სიმკაცრე დაუბრუნდა თვალებში. უკან დასახევად გვიანაა. გავაგრძელებთ გეგმის მიხედვით. ელენემ დიდხანს შეხედა. კარგი, თქვა საბოლოოდ. მაგრამ გახსოვდეს, ალექსანდრე, ყველა ქმედებას აქვს შედეგები. ამასობაში, ბერიძის სასახლეში, გიორგი და ლუკა ემზადებოდნენ პრესკონფერენციისთვის. გიორგი, ჩაცმული თავისი ჩვეული უნაკლო კოსტიუმით, შეხედა ძმას, რომელმაც დაჟინებით მოითხოვა საკუთარი გაცვეთილი ტანსაცმლის ტარება. დარწმუნებული ხარ ამაში? იკითხა გიორგიმ. ლუკამ თავი დაუქნია. თუ ვაპირებთ სიმართლის თქმას, ეს უნდა იყოს მთელი სიმართლე. ნიღბების გარეშე, ფარისევლობის გარეშე. როდესაც ბერიძის ძმები გამოვიდნენ პოდიუმზე, ჟურნალისტებისა და კამერების ბრბოს წინაშე, კონტრასტი მათ შორის ვერ იქნებოდა უფრო აშკარა. და მაინც იყო ერთიანობა, გაზიარებული ძალა, რომელიც ხელშესახები იყო. გიორგიმ ყელი გაიწმინდა და დაიწყო. დილა მშვიდობისა. აქ ვარ დღეს არა მხოლოდ როგორც ბერიძის ინდუსტრიების გენერალური დირექტორი, არამედ როგორც ძმა, როგორც შვილი და როგორც კაცი, რომელმაც დაუშვა შეცდომები და მზადაა მათ გამოსასწორებლად. მან გააგრძელა და მოყვა სრული ისტორია, ავარია, ძმების დაკარგვა, წლები უშედეგო ძიებისა და საბოლოოდ მოულოდნელი შეხვედრა. წლების განმავლობაში განაგრძო მისი ხმა დატვირთული ემოციით, ავაშენი იმპერია, ფიქრით, რომ ეს იყო ერთადერთი გზა ჩემი დაკარგული ძმების ხსოვნის პატივსაცემად. მაგრამ ამ პროცესში დაუკარგე ხედვა იმისა, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, ხალხი, თემი, პასუხისმგებლობა, რომელიც გვაქვს ნაკლებად იღბლიანების მიმართ. ლუკა წინ გადმოდგა. ჩემი სახელია ლუკა ბერიძე, თქვა მისი ხმა ხრინწიანი, მაგრამ მტკიცე. 10 წლეულების განმავლობაში ვცხოვრობდი ამ ქალაქის ქუჩებში ჩემი წარსულის მეხსიერების გარეშე. მაგრამ ვიპოვე ახალი ოჯახი მათ შორის, ვინც საზოგადოებამ დაივიწყა. და ახლა, ჩემი ძმის გვერდით ვალდებულებას ვიღებთ, რომ საქმეები სხვაგვარად გავაკეთოთ.
კამერების ციმციმი გახდა ფრენზიული. ჟურნალისტები ყვიროდნენ კითხვებს, მაგრამ გიორგიმ ხელი ასწია მათ დასაჩუმებლად. დღეიდან განაცხადა, ბერიძის ინდუსტრიები ვალდებულებას იღებს ბიზნესის ახალ მოდელზე. მოდელზე, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს ჩვენი თანამშრომლების და იმ თემების კეთილდღეობას, სადაც მოქმედებთ. დავნერგავთ ხელმისაწვდომი საცხოვრებლის პროგრამებს, პროფესიულ მომზადებას და მხარდაჭერას მცირე მეწარმეებისთვის ყველაზე გაჭირვებულ უბნებში. ლუკამ გაიღიმა ამაკი თავისი წმით. მაგრამ მისი ღიმილი გაქრა, როდესაც დაინახა ნაცნობი ფიგურა ჟურნალისტების ბრბოში. გიორგი, ჩაილაპარაკა, შეხედე. იქ, პირველ რიგში, იდგა ალექსანდრე, მისი სახე სიბრაზისა და დაბნეულობის ნიღაბი. მის გვერდით ელენე აკვირდებოდა სცენას აღფრთოვანებისა და გამოთვლის ნაზავით. გიორგიმ დაინახა მესამე ძმა და იმპულსით გააკეთა წარმოუდგენელი. ალექსანდრე, თქვა მიკროფონში, ვიცი რომ იქ ხარ. და ვიცი რომ გაქვს კითხვები, ვრალდებები, შესაძლოა სიძულვილიც ჩემს მიმართ. მაგრამ შენ ჩვენი ძმა ხარ. და ეს ოჯახი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო გაყოფილი. გიწვევ, აქ და ახლა, შემოგვიერთდე. მოისმინო სიმართლე და გახდე რაღაცის ნაწილი, რაც ჩვენზე დიდია. სიჩუმე, რომელიც მოჰყვა, ყურის წამღები იყო. ალექსანდრე მოულოდნელობით დაჭერილი, თითქოს ებრძოდა საკუთარ თავს. ელენემ რაღაც ჩასჩურჩულა ყურში, მაგრამ მან იგნორირება გაუკეთა. ნელა, თითქოს ყოველი ნაბიჯი ბრძოლა იყო, ალექსანდრე დაიწყო წინსვლა პოდიუმისკენ. კამერების ციმციმი გახდა ფრენზიული, იჭერდა მომენტს, როდესაც სამი ბერიძის ძმა პირისპირ შეხვდა, პირველად 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ. ბერიძის ინდუსტრიების ბედი და შესაძლოა მთელი თბილისისა, ეკიდა ბეწვზე. სიმართლე მზად იყო გამოსაჩენად და მასთან ერთად გამოსყიდვის, ანუ პროღრმა დაცემის შესაძლებლობა. იმ მომენტში ქალაქისა და მსოფლიოს თვალწინ ბერიძის ძმები უპირისპირდებოდნენ არა მხოლოდ მათ წარსულს, არამედ მომავალსაც, რომელიც შეიძლებოდა ერთად შეექმნათ. პრესკონფერენციის დარბაზში სიჩუმე იმდენად მკვრივი იყო, რომ შეგეძლო დანით გაგეჭრა. ალექსანდრე შეჩერდა პოდიუმიდან რამდენიმე ნაბიჯში, მისი თვალები ათვალიერებდნენ გიორგისა და ლუკას სახეებს, ეძებდნენ პასუხებს კითხვებზე, რომლებიც თვითონაც არ იცოდა რომ ჰქონდა. გიორგიმ გაუწოდა ხელი დაკარგულ ძმას. ალექსანდრე, თქვა რბილად, მისი ხმა გაძლიერებული იყო მიკროფონით, ვიცი რომ ბევრია ასახსნელი, ბევრი გასარკვევი. მაგრამ აქ, ახლა, ყველას წინაშე, მინდა იცოდე, რომ არასოდეს შევწყვიტეთ შენი ძებნა. ალექსანდრე შეყოყმანდა, მისი ემოციები ომში იყვნენ. რის სხვადასხვა, რომელიც წლების განმავლობაში კვებავდა, ებრძოდა ოჯახის ნატვრას, რომელიც ვერასოდეს შეძლო სრულად ჩახშობა. ლუკამ დაძაბულობის შეგრძნებით წინ გადმოდგა. ძმაო, თქვა მისი ხმა ხრინწიანი ემოციით, სამივემ ვიტანჯეთ, თითოეულმა თავისებურად. მაგრამ ახლა გვაქვს შანსი ერთად განვიკურნოთ. სწორედ ეს მოწყვლადობის მომენტი, ეს ადამიანობის გამოვლენა იყო, რამაც საბოლოოდ გატეხა ალექსანდრეს ფასადი. ჩახშული ქვითინით ისავიდა პოდიუმზე და, ყველა დამსწრის გასაოცრად, ჩაეხუტა ძმებს. კამერების ციმციმი გახდა ფრენზიული, იჭერდა მომენტს, როდესაც სამი ბერიძის ძმა შეიკრიბა 5-10 წლეულზე მეტი განშორების შემდეგ. ბრბოში ელენე აკვირდებოდა სცენას ემოციების ნაზავით. მისი გიორგის წინააღმდეგ შურისძიების გეგმა ინგრეოდა მის თვალწინ, მაგრამ რაღაც უფრო ღრმა, უფრო ადამიანური, იწყებდა მოძრაობას მის შიგნით. მარიამა, რომელიც გვერდიდან აკვირდებოდა, სწრაფად აიღო სიტუაციის კონტროლი. ქალბატონებო და ბატონებო, განაცხადა, ბერიძის ოჯახი მადლობას გიხდით თქვენი დასწრებისთვის. გამოვაქვეყნებთ ოფიციალურ განცხადებას მომდევნო საათებში. ახლა კი გთხოვთ პატივისცეთ მათ პირად სივრცეს ამ ოჯახური მომენტისთვის. როდესაც დაცვამ დაიწყო ჟურნალისტების გაცილება დარბაზიდან, ბერიძის ძმები გავიდნენ პირად ოთახში, მარიამის მჭიდრო თანხლებით. ერთხელ მარტო დარჩენილებმა სიტუაციის სიმძიმე დაეცათ. ალექსანდრე პირველი ალაპარაკდა, მისი ხმა კანკალებდა. მთელი ეს დრო. მეგონა რომ მიმატოვეთ. ჩემმა მშობლებმა მითხრეს, რომ არავის უძებნი ვარ, რომ ჩემს ბიოლოგიურ ოჯახს არ ვუნდოდი. გიორგიმ თავი გააკნია, წრემლები თვალებში. ალექსანდრე, გეძებდით წლების განმავლობაში. დავიქირავეთ კერძო გამომძიებლები, განცხადებები გავაკეთეთ გაზეთებში. დედა და მამა არასოდეს კარგავდნენ იმედს. ლუკამ, რომელიც ჩუმად იყო, საბოლოოდ ისაუბრა. როგორც ჩანს, ყველანი ვიყავით სხვების ტყუილებისა და საიდუმლოებების მსხვერპლნი. მარიამა, ყოველთვის პრაქტიკულმა, ჩაერია. ბატონებო, ვიცი რომ ბევრი გაქვთ სალაპარაკო, მაგრამ გვაქვს კრიზისი გადასაჭრელი.
ალექსანდრე, შენი საჯარო ბრალდებები გიორგისა და კომპანიის წინააღმდეგ. ალექსანდრემ თავი დახარა, შერცხვენილმა, ვიცი. ნე. ვწუხვარ. ისე ვიყავი დაბრმავებული წყენით, ისე დარწმუნებული, რომ მიღალატეს. გიორგიმ ხელი დაადო ძმის მხარზე. წარსულია. მნიშვნელოვანია, როგორ წავიწევთ აქედან. ამ მომენტში ალექსანდრეს ტელეფონმა დარეკა. ეს იყო ელენე. ბოდიშის მზერით ძმებისადმი ალექსანდრემ უპასუხა ზარს. რას აკეთებ? ეშმაკმა დაალახროს, ელენეს ხმა ჟღერდა გაცოფებულად. მთელი გეგმა, ყველაფერი, რისთვისაც ვიმუშავეთ. ალექსანდრემ თვალები დახუჭა, გადაწყვეტილება მიიღო, დამთავრდა ელენე. ვერ გავაგრძელებ ამას. სიმართლე. სიმართლე, შეაწყვეტინა ელენემ, მისი ხმა ცივი როგორც ყინული. გგონია, რომ იცი მთელი სიმართლე, ალექსანდრე? არის რაღაცები, რაც ჯერ არ იცი, რაღაცები, რომლებსაც შეუძლიათ გაანადგურონ შენი ძვირფასი ხელახლა შეერთებული ოჯახი. ალექსანდრემ იგრძნო, როგორ გაურბინა ჟრუანტელმა ზურგში. რაზე ლაპარაკობ? მოდი, ნახე, თქვა ელენემ. მარტო. და გიჩვენებ, რა მოხდა ნამდვილად ავარიის ღამეს. ზარი გაითიშა, დატოვა ალექსანდრე ფერმკრთალი და აკანკალებული. ყველაფერი რიგზეა, იკითხა გიორგიმ, შეშფოთებულმა ცვლილებით ძმის იერსახეში. ალექსანდრე შეყოყმან და წამით, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა, რომ დრო ასრული გულწრფელობისთვის. არის რაღაც, რაც უნდა იცოდეთ, თქვა. არ მოქმედებდი მარტო ჩემს კამპანიაში კომპანიის წინააღმდეგ. მყავს პარტნიორი, ელენე მაისურაძე. გიორგი თვალსაჩინოდ დაიძაბა ამ სახელის გაგონებაზე. ელენე. მაგრამ ის. შენი ყოფილი საცოლე იყო, ვიცი, დაასრულა ალექსანდრემ, მან მომძებნა რამდენიმე თვის წინ მომიყვა თავისი ვერსია ისტორიისა, როგორ უღალატე და მიატოვე კომპანიისთვის. ლუკამ, რომელიც ყურადღებით უსმენდა, ჩაერია. და ახლა რა უნდა? ალექსანდრემ შეხედა ძმებს, ეჭვინათელი იყო მის თვალებში. ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია ავარიის ღამის შესახებ. ინფორმაცია, რომელსაც შეუძლია ყველაფერი შეცვალოს. მძიმე სიჩუმე ჩამოწვა ოთახზე. გიორგი და ლუკა გადახედეს ერთმანეთს, წლების საიდუმლოებები და გამოუთქმელი ტკივილი გაიარა მათ შორის. საბოლოოდ, გიორგი მისაუბრა. წავიდეთ ერთად, თქვა მტკიცედ. რაც არ უნდა იყოს სიმართლე, შევხვდებით მას, როგორც ოჯახი. ლუკამ თავი დაუქნია, ხელი დაადო ძმის მხარს. როგორც ოჯახი. ალექსანდრემ წამიერი ხოყმანის შემდეგ შეუერთდა მათ. საიდუმლოებების გარეშე, ტყუილების გარეშე. ელენე უყურებდა მათ აღფრთოვანებისა და შურის ნაზავით სახეზე. ვა! როგორც ჩანს, ნაკლებად შევაფასე ოჯახური კავშირების ძალა. გიორგი მისკენ შებრუნდა. ელენე, მესმის შენი ტკივილი, შენი სამართლიანობის სურვილი. მაგრამ ეს სიმართლე არ გვეხება მხოლოდ ჩვენ. ათასობით თანამშრომელი, მათი ოჯახები დამოკიდებულნი არიან ბერიძის ინდუსტრიებზე. თუ ეს გამოაშკარავდება. ელენემ გაიღიმა, მაგრამ ამჯერად ღიმილი არ მისცვდა მის თვალებს. გიორგი. ყოველთვის უდიდეს სიკეთეზე ფიქრობ. რა გაფიქრებინებს, რომ გაქვს არჩევანი? ამ მომენტში სირენების ხმამ შეავსო ჰაერი. პოლიციის მანქანების შუქებმა გაანათეს პენტჰაუსის ფანჯრები. ლუკა დაიძაბა, ქუჩაში წლების ინსტინქტმა სიფხიზლეზე დააყენა. რა გააკეთე? ელენე მხრები აიჩეჩა თავს მოხვეული უდანაშაულობით. თქვათ, შესაძლოა გამეჟონა გარკვეული ინფორმაცია ხელისუფლებისთვის. ბოლოს და ბოლოს დანაშაულია, მიუხედავად იმისა, რამდენი დრო გავიდა. ბერიძის ძმებმა გადახედეს ერთმანეთს, გაცნობიერებამ დაარტყა თუ რომ ჩაკუჩივით. მათი ხელახლა აღმოჩენილი ოჯახური ერთიანობა მზად იყო, რომ გამოცდილიყო ყველაზე სასტიკი გზით. როდესაც სირენები ახლოვდებოდა და პოლიციის შუქები ბანაობდა ოთახს ლურჯ და წითელ ციმციმში, სამი ძმა აღმოჩნდა გზაჯვარედინზე. სიმართლე, რომელსაც ისინი ასე დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ, ახლა ემუქრებოდა ყველაფრის განადგურებას, რაც აეშენებინათ. გიორგიმ, ყოველთვის ლიდერმა, მიიღო გადაწყვეტილება იმ მომენტში. რაც არ უნდა მოხდეს, თქვა, შეხედა ძმებს, შევხვდებით ერთად. როგორც უნდა ყოფილიყო თავიდანვე. ლუკამ და ალექსანდრემ თავი დაუქნიეს, ახალი გადაწყვეტილება ბრწყინავდა მათ თვალებში. ელენეს სცენის მეთვალყურე იგრძნო რაღაცის ჩხვრეტა, რისი იდენტიფიცირებაც ვერ მოახდინა. სინანული? ნატვრა?
რაც არ უნდა ყოფილიყო, უკვე ძალიან გვიანი იყო უკან დასახევად. ნაბიჯების ხმა, რომელიც ახლოვდებოდა დერეფანში, აცხადებდა პოლიციის გარდაუვალ მოსვლას. ბერიძის ძმები მოემზადნენ, რომ შეხვედროდნენ თავიანთ ბედისწერას, საბოლოოდ გაერთიანებულნი ათწლეულების განშორებისა და ტყუილების შემდეგ. პენტჰაუსის კარი ძალით გაიღო და ბერიძის ოჯახის ბედი, ბერიძის ინდუსტრიებისა და შესაძლოა მთელი თბილისისა, მზად იყო სამუდამოდ შესაცვლელად. დღეები, რომლებიც მოჰყვა გამჟღავნებას ელენეს პენტჰაუსში, იყო ქარიშხალი დაკითხვებისა, სენსაციური სათაურებისა და აუღებელი სპეკულაციებისა. ბერიძის ძმები, პირველად გაერთიანებულნი ათწლეულების შემდეგ, აღმოჩნდნენ მედიისა და სამართლებრივი ქარიშხლის ეპიცენტრში, რომელიც ემუქრებოდა ყველაფრის განადგურებას, რაც იცოდნენ. თბილისის სასამართლოს შენობა გახდა დრამის სცენა, რომელმაც მიიპყრო მთელი ერის ყურადღება. გიორგი, ლუკა და ალექსანდრე ჩაცმულნი მკაცრი კოსტიუმებით დადიოდნენ მარმარილოს დერეფნებში, გარშემორტყმულნი ადვოკატთა არმიით და მისდევდა ჟურნალისტების ღრუბელი, მშიერი უახლესი სენსაციისთვის. ბატონო ბერიძე, მართალია, რომ თქვენმა მამამ დაგეგმა ავარია და იყვირა რეპორტიორმა. როგორი მოქმედებს ეს ბერიძის ინდუსტრიებზე, იკითხა მეორემ. აპირებთ ხელისუფლებისთვის თავის ჩაბარებას, დაჟინებით იკითხა მესამემ. გიორგიმ, ჩვეულმა პრესასთან გამკლავებას, შეინარჩუნა სიმშვიდე. კომენტარის გარეშე ამჯამად ვენდობით სასამართლო სისტემას და სრულად ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან. ლუკა, ნაკლებად მიჩვეული პროჟექტორებს დარჩა ძმების ახლოს, მისი არსებობა ჩუმი, მაგრამ მტკიცე. ალექსანდრე თავის მხრივ ჩანდა, რომ შინაგანად იბრძოდა, დანაშაულის გრძნობა მისი როლის გამო ოჯახური საიდუმლოს გამჟღავნებაში ნათლად ჩანდა მის სახეზე. სასამართლო დარბაზში მოსამართლე გიორგაძე, მკაცრი გამომეტყველების კაცი ათწლეულების გამოცდილებით, თავმჯდომარეობდა საქმეს. პროკურატურა, წარმოდგენილი ამბიციური პროკურორი ნინო ორთაბაიძის მიერ, წარადგინა თავისი საქმე მგზნებარებით. ქვენო ღირსებავ, დაიწყო ორთაბაიძემ, მისი ხმა რეზონირებდა დარბაზში, რასთანაც გვაქვს საქმე არის დანაშაული, რომელიც დაუსჯელი დარჩა 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ქმედება სისხლის სამართლის დაუდევრობისა, რომელმაც არა მხოლოდ იმსხვერპლა უდანაშაულო სიცოცხლე, არამედ დააშორა ოჯახი და ააშენა ბიზნეს იმპერია ტყუილისა და ტრაგედიის საფუძველზე. დამცველმა ადვოკატმა, ცნობილმა ბატონმა ზურაბ კახიძემ, საპასუხოდ შეუტია თანაბარი პასიონით. პროკურატურა დაუდევრად ივიწყებს, რომ ამ სავარაუდო დანაშაულის ნამდვილი შემსრულებლები აღარ არიან ცოცხლები, რომ პასუხი აგონ. ჩემი კლიენტები, ბერიძის ძმები იყვნენ ბავშვები ავარიის მომენტში. მსხვერპლნი, არა ჩამდენი. როგორც პროცესი წინ მიიწევდა, მოწმეები მოდიოდნენ და მიდიოდნენ. სარკინიგზო კომპანიის ყოფილი თანამშრომლები, გამომძიებლები, რომლებმაც მუშაობდნენ თავდაპირველ საქმეზე, თვით ელენე მაისურაძეც კი, ვისი ჩვენებაც იყო ისეთივე დრამატული, როგორც გამაფრთხილებელი. დიახ, მართალია, განაცხადა ელენემ მოწმის სკამიდან, მისი ხმა ოდნავ კანკალებდა. გიორგი ბერიძე უფროსმა გამიმხილა ყველაფერი სიკვდილის სარეცელზე. დანაშაულის გრძნობა ჭამდა მას და მან იფიქრა, რომ ჩემთან სიმართლის გაზიარებით რაღაცნაირად გამოისყიდიდა თავს. საზოგადოებამ დარბაზში კოლექტიურად ამოისუნთქა. გიორგიმ თვალები დახუჭა, მამის ქმედებების სიმძიმემ დააწვა მხრებზე. ლუკამ მოუჭირა ძმის ხელს მხარდაჭერის ნიშნად, მაშინ როცა ალექსანდრე მიშტერებოდა წინ, მისი სახე ემოციების შეკავების ნიღაბი. სასამართლოს გარეთ თბილისი გაყოფილი ჩანდა. დემონსტრანტები იკრიბებოდნენ ყოველდღიურად, ზოგი ითხოვდა სამართლიანობას და ბერიძის ინდუსტრიების დაშლას, სხვები იცავდნენ კომპანიის მემკვიდრეობას და სამუშაო ადგილებს, რომლებსაც ის უზრუნველყოფდა ათასობით ოჯახისთვის. ქუჩებში, სადაც ლუკა ცხოვრობდა ათწლეულების განმავლობაში, ხალხი იკრიბებოდა ღამის თევებზე, ლოცულობდნენ კაცისთვის, რომელმაც დაიცვა და წაუძღვა მათ ამდენი ხნის განმავლობაში. ბერიძის ინდუსტრიების დერეფნებში ნერვიული თანამშრომლები ჩურჩულებდნენ თავიანთი მომავლის შესახებ, შიშობდნენ, რომ იმპერია დაინგრეოდა და თან წაიღებდა მათ სამსახურებს. როგორც პროცესი უახლოვდებოდა დასასრულს, დადგა დრო ბერიძის ძმების ჩვენებისთვის. გიორგი იყო პირველი, ვინც ავიდა მოწმის სკამზე. ბატონო ბერიძე, დაიწყო პროკურორმა ორთაბაიძემ, როდის შეიტყვეთ ავარიის ჭეშმარიტი გარემოებების შესახებ, რომელმაც თქვენი ოჯახი დააშორა. გიორგი მღრმად ჩაისუნთქა, სანამ უპასუხებდა. შევიტყვე იმავე ღამეს, რაც ჩემმა ძმებმა, როდესაც ელენე მაისურაძემ გაგვიმხილა სიმართლე. მანამდე გულწრფელად მჯეროდა, რომ ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა. და რა იგრძენით, როდესაც აღმოაჩინეთ, რომ იმპერია, რომელიც ააშენეთ, ეფუძნებოდა ტყუილს, დაჟინებით იკითხა ორთაბაიძემ. გიორგიმ პირდაპირ შეხედა ძმებს, სანამ უპასუხებდა. ვიგრძენი საშინელება, სირცხვილი, ხრმა სევდა.
მაგრამ ასევე ვიგრძენი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება, რომ სწორად მოვიქცე, გამოვიყენო კომპანიის რესურსები, რათა შევძლოთ, რამდენადაც შესაძლებელია, გამოვასწოროთ მიყენებული ზიანი. როდესაც ლუკას ჯერი დადგა მისმა ჩვენებამ აღელვა დარბაზი. მან ისაუბრა ქუჩებში გატარებული წლების შესახებ, თემზე, რომელიც შექმნა და როგორ, მიუხედავად იმისა, რომ არ ახსოვდა თავისი წარსული, ყოველთვის გრძნობდა სიცარიელეს, რომელიც მხოლოდ ძმებთან შეხვედრისას შეივსო. არ ვეძებ შურისძიებას, განაცხადა ლუკამ მტკიცე ხმით. ვეძებ სამართლიანობას, დიახ, მაგრამ ასევე გამოსყიდვას. არა ჩემთვის, არამედ ყველასთვის, ვინც საზოგადოებამ დაივიწყა. ალექსანდრე იყო ბოლო, ვინც ჩვენება მისცა. მისი ხმა კანკალებდა თავიდან, მაგრამ მოიპოვა ძალა, როგორც საუბრობდა. წლების განმავლობაში ვადანაშაულებდი გიორგის, ჩემს ბიოლოგიურ ოჯახს, რომ მიმატოვეს. დავუშვი, რომ ამ რისხვამ შთამთქა და მიმიყვანა გადაწყვეტილებებამდე, რომლებითაც არ ვამაყობ. მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ყველანი ვიყავით გარემოებების მსხვერპლნი, რაც ჩვენს კონტროლს მიღმა იყო. მისი ჩვენების ბოლოს, ალექსანდრემ პირდაპირ შეხედა მოსამართლეს. არ ვითხოვ შემწყნარებლობას ჩემთვის, თქვენო ღირსებავ. ვიღებ ნებისმიერ სასჯელს, რასაც სასამართლო მიიჩნევს შესაფერისად ჩემი ქმედებებისთვის. მაგრამ გთხოვთ, გაითვალისწინოთ უფრო დიდი სიკეთე. ბერიძის ინდუსტრიებს, გიორგის ხელმძღვანელობით, აქვს პოტენციალი, რომ ბევრი სიკეთე მოიტანოს, გამოასწოროს მიყენებული ზიანი. როდესაც მოსამართლე გიორგაძე გავიდა მოსაფიქრებლად, დაძაბულობა დარბაზში ხელშესახები იყო. ბერიძის ძმები ერთად მსხდომნი ელოდნენ თავიანთ ბედს. გიორგიმ აიღო ლუკასა და ალექსანდრეს ხელები. რაც არ უნდა მოხდეს, თქვა ჩუმად შევხვდებით, რაც არ უნდა მოხდეს, როგორც ოჯახი. ლუკამ სერიოზულად დაუქნია თავი. ერთად. ალექსანდრემ ცრემლებით თვალებში მოუჭირა ძმების ხელებს. ერთად. როდესაც მზე ჩადიოდა თბილისზე, ქალაქს აბანავებდა ოქროსფერ და წითელ ფერებში ბერიძის ძმების, ბერიძის ინდუსტრიებისა და ათასობით მათთან დაკავშირებული სიცოცხლის ბედი ეკიდა ბეწვზე. მოსამართლე გიორგაძის გადაწყვეტილება არა მხოლოდ განსაზღვრავდა ოჯახისა და კომპანიის მომავალს, არამედ დააწესებდა პრეცედენტს იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდება საზოგადოება წარსულის ცოდვებს და გამოსყიდვის შესაძლებლობას. ქუჩებში, ოფისებში, მთელი ქალაქის სახლებში ხალხი ელოდა შეკავებული სუნთქვით. მოსამართლე გიორგაძის ვერდიქტი არ იქნებოდა მხოლოდ განაჩენი ბერიძეებისთვის, არამედ განაჩენი თავად დროისთვის და მის უნარზე განკურნოს, დასაჯოს ან გამოისყიდოს. თბილისის სასამართლოს შენობაში სამარისებური სიჩუმე იდგა, როდესაც მოსამართლე გიორგაძე დაბრუნდა დარბაზში. ბერიძის ძმები ერთად მჯდომარენი პირველ რიგში გასწორდნენ, მათი სახეები შფოთვისა და გადაწყვეტილების ნაზავი. ხალხის საქმეში ბერიძის ინდუსტრიებისა და ბერიძის ძმების წინააღმდეგ დაიწყო მოსამართლემ, მისი ხმა რეზონირებდა დარბაზში, ამ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. სამყარო თითქოს შეჩერდა, სუნთქვა შეიკავა, როდესაც მოსამართლე აგრძელებდა. დანაშაულები ჩადენილი 50-ზე მეტი წლის წინ მძიმეა და არ შეიძლება იქნას იგნორირებული. თუმცა ეს სასამართლო ასევე აღიარებს, რომ ნამდვილი დამნაშავეები აღარ არიან ჩვენს შორის, რომ პასუხი აგონ სამართლიანობის წინაშე. გიორგიმ თვალები დახუჭა, ემზადებოდა უარესისთვის. ლუკამ მოუჭირა ძმის ხელს, მაშინ როცა ალექსანდრე მიშტერებოდა წინ მისი სახე ემოციების შეკავების ნიღაბი. ამიტომ, განაგრძო მოსამართლე გიორგაძემ, ამ სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომ ბერიძის ინდუსტრიებმა, ბერიძის ძმების ხელმძღვანელობით, უნდა დაარსოს კომპენსაციის ფონდი ავარიის მსხვერპლთა და მათი ოჯახებისთვის. გარდა ამისა, კომპანია დაექვემდებარება სასამართლოს ზედამხედველობით რესტრუქტურიზაციას, მიზნად ისახავს ეთიკური და გამჭვირვალე პრაქტიკის უზრუნველყოფას მის ყველა ოპერაციაში. ჩურჩულმა გადაირბინა დარბაზში. მოსამართლემ ასწია ხელი, სიჩუმე მოითხოვა გაგრძელებამდე. რაც შეეხება ბერიძის ძმებს, ეს სასამართლო აღიარებს, რომ ისინი იყვნენ ბავშვები ავარიის მომენტში და, შესაბამისად, ვერ ჩაითვლებიან დამნაშავეებად მამის დანაშაულებში. თუმცა მათი ბოლოდროინდელი ქმედებები ვერ იქნება იგნორირებული. მოსამართლე პირდაპირ მიმართა ალექსანდრეს. ალექსანდრე ბერიძე, თქვენი მონაწილეობისთვის ცილისწამების კამპანიაში თქვენი ძმისა და კომპანიის წინააღმდეგ გევალებათ 1000 საათის საზოგადოებრივი სამსახურის შესრულება. ალექსანდრემ თავი დაუქნია, მიიღო განაჩენი შვებისა და გადაწყვეტილების ნაზავით. გიორგი ბერიძე, განაგრძო მოსამართლემ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ გიპოვეს ბრალეულად რაიმე დანაშაულში, გევალებათ მჭიდროდ ითანამშრომლოთ საქველმოქმედო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რათა უზრუნველყოთ, რომ ბერიძის ინდუსტრიები ასრულებს თავის სოციალურ პასუხისმგებლობას.
გიორგიმ სერიოზულად დაუქნია თავი, უკვე გეგმავდა გონებაში, როგორ განახორციელებდა ამ ცვლილებებს. და ლუკა ბერიძე, თქვა მოსამართლემ, მისი ხმაოდნავ შერბილდა ეს სასამართლო აღიარებს თქვენს წლების მუშაობას ჩვენი ქალაქის უბედურთათვის. თქვენ გევალებათ ზედამხედველობა გაუწიოთ ბერიძის ინდუსტრიების საზოგადოებრივ პროგრამებს, უზრუნველყოფთ, რომ კომპანია არასოდეს დაკარგავს თვალთახედვიდან მის გავლენას ჩვეულებრივი მოქალაქეების ცხოვრებაზე. ლუკა, გაოცებული, მაგრამ აღელვებული, მიიღო პასუხისმგებლობა თავის დაქნევით. ამ სასამართლოს იმედია დაასკვნა მოსამართლე გიორგაძემ, რომ ეს განაჩენი არა მხოლოდ უზრუნველყოფს სამართლიანობის ზომას წარსული შეცდომებისთვის, არამედ გაკვალავს გზას უკეთესი მომავლისკენ. საქმე დახურულია. ჩაკუჩის დარტყმა გაისმა დარბაზში, დაბეჭდა ბერიძის ძმებისა და ბერიძის ინდუსტრიების ბედი. სასამართლოს გარეთ ბრბო მოუთმენლად ელოდა. როდესაც ძმები გამოჩნდნენ, ისინი მიიღეს ტაშისა და დაბოების ნაზავით. გიორგიმ ინიციატივა აიღო, მიუახლოვდა ჟურნალისტების მიკროფონებს. ვიღებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას თავმდაბლობითა და გადაწყვეტილებით, განაცხადა. ბერიძის ინდუსტრიები ამ ქალაქის ნაწილია თაობების განმავლობაში და დროასრულად ავიღოთ ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. გვპირდებით, რომ დღეიდან ყოველი გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ, ყოველი პროექტი, რომელსაც განვახორციელებთ, ექნება მთავარი მიზანი თბილისის მოქალაქეების კეთილდღეობა. ლუკამ წინ გადადგა ნაბიჯი. წლების განმავლობაში პირველ წყაროდან ვხედავდი ჩვენი ქალაქის ნაკლებად იღბლიანთა ბრძოლებს. ახლა ბერიძის ინდუსტრიების რესურსებით გვაქვს შესაძლებლობა ნამდვილი განსხვავება შევქმნათ. არ გავფლანგავთ ამ შესაძლებლობას. ალექსანდრე, ბოლო მოსაუბრე, ისაუბრა მოკანკალე, მაგრამ მტკიცე ხმით. დაუშვი შეცდომები, მოტივირებული წყენითა და რისხვით. მაგრამ ჩემმა ძმებმა მასწავლეს პატიების ძალა და ოჯახური ერთიანობა. მივუძღვნი ჩემი საზოგადოებრივი სამსახურის ყოველ საათს და ყოველ დღეს მის შემდეგ, რომ გამოვასწორო ჩემს მიერ მიყენებული ზიანი და ავაშენო უკეთესი მომავალი ჩვენი ქალაქისთვის. როდესაც ბერიძის ძმები შორდებოდნენ სასამართლოს, გარშემორტყმული უსაფრთხოების რგოლით, თბილისი ჩანდა გარდატეხის წერტილზე. განაჩენის ამბები სწრაფად გავრცელდა, იწვევდა ცხარე დებატებს კაფეებში, ოფისებსა და სახლებში. მომდევნო დღეებსა და კვირებში ბერიძის ინდუსტრიებმა დაიწყო ტრანსფორმაცია. გიორგის ხელმძღვანელობით, ლუკას რჩევით სოციალურ საკითხებში და ალექსანდრეს განახლებული ენერგიით, კომპანიამ დაიწყო მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება. კომპენსაციის ფონდი ავარიის მსხვერპლთათვის სწრაფად დაარსდა, უზრუნველყოფდა ფინანსურ და ემოციურ მხარდაჭერას ოჯახებისთვის, რომლებიც ჩუმად იტანჯებოდნენ ათწლეულების განმავლობაში. ლუკამ ზედამხედველობა გაუწია ხელმისაწვდომი საცხოვრებლისა და პროფესიული მომზადების პროგრამების შექმნას ქალაქის ყველაზე გაჭირვებულ უბნებში. ალექსანდრე ასრულებდა რა თავის საზოგადოებრივ სამსახურს, გახდა ნაცნობი სახე სასადილოებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. ტრანსფორმაცია არ იყო ადვილი. იყო წინააღმდეგობა კომპანიის შიგნით, აქციონერები შეშფოთებულნი ამ ახალი პროგრამების ხარჯებით და სკეპტიკოსები, რომლებიც ეჭვობდნენ ცვლილებების გულწრფელობაში. მაგრამ ნელ-ნელა ბერიძის ძმების გადაწყვეტილებამ დაიწყო ნაყოფის გამოღება. სასამართლო პროცესიდან 6 თვის შემდეგ, გაზაფხულის მზიან საღამოს, სამი ძმა შეიკრიბა ბერიძის ინდუსტრიების მთავარი შენობის სახურავზე. იქიდან მათ ჰქონდათ პანორამული ხედი ქალაქისა, რომლის მსახურებასა და გაუმჯობესებასაც დაიფიცეს. გიორგიმ უფრო მეტი ჭაღარით, მაგრამ ახალი შუქით თვალებში ასწია ჭიქა. ოჯახისთვის, თქვა და მეორე შანსებისთვის. ლუკამ ჩაცმულმა კოსტიუმით, რომელიც მისთვის ჯერ კიდევ უცნაური იყო, მაგრამ რომელსაც ატარებდა ღირსებით, გაიგიმა. თემისთვის და რომ არასოდეს დავივიწყოთ, საიდან მოვდივართ. ალექსანდრემ თავმდაბლობითა და სიბრძნით, რაც მხოლოდ საკუთარი შეცდომების პირისპირ შეხვედრით მოდის, დაამატა მომავლისთვის და შესაძლებლობისთვის, რომ სწორად გავაკეთოთ საქმეები. როდესაც მზე ჩადიოდა თბილისზე, ქალაქს აბანავებდა ოქროსფერ ტონებში, ბერიძის ძმები გაჰყურებდნენ ჰორიზონტს. წარსული მისი ყველა საიდუმლოთი და ტკივილით უკან დარჩა. მომავალი სავსე გამოწვევებით, მაგრამ ასევე იმედით, გადაჭიმული იყო მათ წინ. და იმ მომენტში, გაერთიანებულნი სისხლის კავშირებით, გაძლიერებულნი პატიებითა და გაგებით, სამმა ძმამ იცოდა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ისინი შეხვდებოდნენ ხვალინდელ დღეს ერთად. როგორც ოჯახი. როგორც ყოველთვის უნდა ყოფილიყო, 1 წელი გასულიყო სასამართლო პროცესიდან, რომელმაც შეარყია ბერიძის ინდუსტრიების საფუძვლები და სამუდამოდ შეცვალა ძმების ბედი. თბილისი, ქალაქი მიჩვეული აღმასვლებსა და დაცემებს აკვირდებოდა სიფრთხილით, მაგრამ მზარდი ოპტიმიზმით ერთ-ერთი თავისი ყველაზე ემბლემური კომპანიის ტრანსფორმაციას.
შემოდგომის გრილ-დილას გიორგი ბერიძე იმყოფებოდა საცხოვრებელი პროექტის პირველი ფაზის გახსნაზე ჩუღურეთში, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე გაჭირვებულ უბანში. მის გვერდით ლუკა ზედამხედველობდა უკანასკნელ დეტალებს, მისი ქუჩებში გამოცდილება ძვირფასი აღმოჩნდა პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში. არასოდეს მეგონა რომ ასეთ რამეს ვიხილავდი, ჩაილაპარაკა ლუკამ, როდესაც აკვირდებოდა, როგორ იღებდნენ აღფრთოვანებული ოჯახები ახალი სახლების გასაღებებს. ამდენი წელი ვიბრძოდი ნამცეცებისთვის და ახლა გიორგიმ ხელი დაადო ძმის მხარს, ეს მხოლოდ დასაწყისია, ლუკა. შენი ხედვა, შენი ცოდნა ხალხის ნამდვილი საჭიროებების შესახებ არის ის, რაც ამას შესაძლებელს ხდის. როდესაც ჭრიდნენ საზეიმო ლენტს, ნაცნობი ფიგურა მიუახლოვდა ბრბოდან. ეს იყო ქალბატონი თამარი, ქალი, რომელმაც შეიფარა ლუკა მის ყველაზე მძიმე წლებში ქუჩებში. ჩემო ბიჭებო, თქვა მან წრემლიანი თვალებით ჩაეხუტა ორივე ძმას. შეხედეთ, რა მიაღწიეთ. ცხოვრებებს ცვლით. ლუკამ ოფიციალურად წარუდგინა ქალბატონი თამარი გიორგის. ის ჩემი ოჯახი იყო, როცა არავინ მყავდა, აუხსნა. მის გარეშე დღეს აქ არ ვიქნებოდი. გიორგიმ გაიგო რა ამ სიტყვების მნიშვნელობა, აიღო ქალბატონი თამარის ხელები. გმადლობთ ჩემი ძმის მოვლისთვის, როდესაც მე ვერ შევძელი. თქვენ ყოველთვის გექნებათ განსაკუთრებული ადგილი ჩვენს ოჯახში. ქალაქის სხვა ნაწილში ალექსანდრე ბერიძე ასრულებდა საზოგადოებრივი სამსახურის ბოლო საათებს დამოკიდებულთა რეაბილიტაციის ცენტრში. რაც დაიწყო როგორც ვალდებულება, გადაიქცა ვნებად. ალექსანდრემ აღმოაჩინა, რომ სხვების დახმარება საკუთარი დემონების დაძლევაში ეხმარებოდა საკუთარი დემონების დაძლევაში. გახსოვდეთ უთხრა ჯგუფს ახალგაზრდებს გამოჯანმრთელების გზაზე, ყოველი დღე არის შესაძლებლობა, რომ ხელახლა დავწეროთ ჩვენი ისტორია. დამიჯერეთ, ვიცი გამოცდილებით. სესიის შემდეგ ალექსანდრემ მიიღო ზარი გიორგისგან. როგორ მიდის ყველაფერი, ძმაო? იკითხა გიორგიმ. უკეთესად ვიდრე ოდესმე წარმომედგინა, უპასუხა ალექსანდრემ. მგონი ჩემი მოწოდება ვიპოვე. ვფიქრობ, რომ შევქმნა ფონდი ამ რეაბილიტაციის პროგრამების გასაფართოებლად. გექნება ჩვენი სრული მხარდაჭერა, დაადასტურა გიორგიმ. ფაქტობრივად, შემოთავაზება მაქვს შენთვის. რა სიტყვი ბერიძის ინდუსტრიების სოციალური პასუხისმგებლობის ახალი განყოფილების ხელმძღვანელობაზე? ალექსანდრე წამით გაჩუმდა. გიორგი, მე არ ვიცი რა ვთქვა. ყველაფრის შემდეგ, რაც გავაკეთე. წარსული წარსულშია, ალექსანდრე შეაწყვეტინა გიორგიმ, დაამტკიცე შენი ღირებულება და ვალდებულება. დროა დაბრუნდეს სახლში, კომპანიაში, მაგრამ ამჯერად აკეთო ის, რაც ნამდვილად გაღელვებს. იმ საღამოს სამი ძმა შეიკრიბა სადილად ბერიძის სასახლეში, რაც ყოველკვირეულ ტრადიციად ქცეულიყო. მარიამი, რომელიც ფუნდამენტური იყო კომპანიის რესტრუქტურიზაციაში, შეუერთდა მათ. მაქვს ახალი ამბები, განაცხადა გიორგიმ, როდესაც ყველა დასხდა. ბერიძის ინდუსტრიების აქციები მიაღწია უმაღლეს წერტილს წლების განმავლობაში. ინვესტორები შთაბეჭდილებას ახდენს ჩვენი ახალი მიმართულებით და შედეგებით, რომლებსაც ვიღებთ. ლუკამ ასწია ჭიქა. სიკეთის კეთებისა და კარგად კეთებისთვის სადღე გრძელო თქვა. ალექსანდრემ ღიმილით დაამატა და ოჯახისთვის, რომელიც არასოდეს ნებდება. მარიამა ძმების დაკვირვებით ვერ შეიკავა თავი კომენტარისგან, საოცარია, როგორ შეიცვალა ყველაფერი ასე მცირე დროში. ერთი წლის წინ ვიყავით კოლაფსის პირას და ახლა უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ოდესმე, დაასრულა გიორგიმ, მეუღლის ხელი აიღო. როდესაც სადილობდნენ და უზიარებდნენ ერთმანეთს ანეკდოტებს თავიანთი შესაბამისი პროექტებიდან, კარის ზარი გაისმა. მოსამსახურე შემოვიდა კონვერტით ხელში, ბატონო გიორგი, ეს ახლახან მოვიდა თქვენთვის. მაცნემ თქვა, რომ გადაუდებელი იყო. გიორგიმ გახსნა კონვერტი ცნობის მოყვარეობით და მისი სახე გაფითვდა შინაარსის წაკითხვისას. ელენესგანა, თქვა მისი ხმა ძლივს ჩურჩული. ძმებმა შეშფოთებული მზერები გაცვალეს. ელენე მაისურაძე, ქალი, რომელმაც მთელი კრიზისი გამოიწვია, გამქრალიყო სასამართლო პროცესის შემდეგ. არავინ იცოდა მისი ადგილსამყოფელი. რას ამბობს? იკითხა ლუკამ დაიძაბა. გიორგიმ წერილი ხმამაღლა წაიკითხა. ძვირფასო ბერიძის ძმებო. გავიდა ერთი წელი მას შემდეგ, რაც ჩვენი გზები გადაიკვეთა ყველაზე დრამატული შესაძლო გზით. დავაკვირდი ჩრდილებიდან, ვხედავდი, როგორ გარდაქმენით არა მხოლოდ თქვენი კომპანია, არამედ თქვენი ცხოვრება და ბევრის ცხოვრება თბილისში. ვაღიარებ, რომ როდესაც გავამჟღავნე სიმართლე ავარიის შესახებ, ამოძრავებული ვიყავი შურისძიებითა და წყენით.
არასოდეს წარმომედგინა, რომ ამ სიბნელიდან ამდენი სინათლე დაიბადებოდა. გწერთ არა პატიების საძიებლად, არამედ რომ შემოგთავაზოთ თავსატეხის უკანასკნელი ნაწილი. თანდართულში იპოვით დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს, რომ თქვენმა მშობლებმა მათი ცხოვრების ბოლო წლებში სცადეს თავიანთი შეცდომების გამოსწორება. დააარსეს საიდუმლო ფონდები, განკუთვნილი საქველმოქმედო საქმეებისთვის და დაუღალავად ეძებდნენ დაკარგულ შვილებს. შესაძლოა ეს არ ცვლის წარსულს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ცოტა ოდენ სიმშვიდეს მოგგვრით. პატივისცემითა და აღტაცებით, ელენე მაისურაძე. სიჩუმე, რომელიც მოჰყვა წაკითხვას, იყო მძიმე, დატვირთული ემოციებით. გიორგიმ დადო წერილი მაგიდაზე და აიღო თანდართული დოკუმენტები და ადასტურა, რასაც ელენე წერდა. ბოლოს და ბოლოს ჩაილაპარაკა ალექსანდრემ, ჩვენმა მშობლებმა სცადეს სწორად მოქცევა საბოლოოდ. ლუკამ ცრემლებით თვალებში დაამატა, იქნებ სინანული და გამოსყიდვა ოჯახში გადის. გიორგიმ შეხედა ძმებს, მარიამს და შემდეგ დოკუმენტებს ხელში. მგონი დროა, სრულად პატივი ვცეთ ჩვენი ოჯახის მემკვიდრეობას. არა მხოლოდ ბიზნეს იმპერიას, არამედ ამ საბოლოო სურვილს, რომ გავაკეთოთ სიკეთე. ბერიძის ძმებმა გადახედეს ერთმანეთს, ჩუმი გაგება გავიდა მათ შორის. წარსული, მისი ყველა საიდუმლოთი და ტკივილით, საბოლოოდ თითქოს ასრულებდა წრეს. მომავალი, თუმცა გამოწვევებით სავსე, გამოიყურებოდა უფრო ნათლად, ვიდრე ოდესმე. როდესაც ღამე ეშვებოდა თბილისზე, ბერიძის სასახლეში, ოჯახი ერთ დროს დანაწევრებული, მაგრამ ახლა უფრო ძლიერი ვიდრე ოდესმე, ემზადებოდა მათი ისტორიის შემდეგი თავის დასაწერად. თავისა იმედის გამოსყიდვისა და ოჯახური სიყვარულის გარდამქმნელი ძალისა. მზე ამოდიოდა თბილისზე, აბანავებდა ქალაქს ოქროსფერ სინათლეში, რომელიც თითქოს ახალი დასაწყისის მაუწყებელი იყო. მეტროპოლისის გულში ბერიძის ინდუსტრიების სათამბჯენი ბრწყინავდა, მისი ფანჯრები ირეკლავდა გარეშ რაშს, როგორც იმედის შუქურა. შენობის შიგნით, ბოლო სართულის საკონფერენციო დარბაზში, ბერიძის ძმები ემზადებოდნენ მათი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი განცხადებისთვის. გიორგი, ყოველთვის უნაკლოდ ჩაცმული, კიდევ ერთხელ გადახედა თავის ჩანაწერებს. ლუკა, ახლა უკვე კომფორტულად თავის კოსტიუმში, მაგრამ ისევ შენარჩუნებული იმ ავთენტურობის ნიშნით, რომელიც მას ახასიათებდა, გახურებდა ფანჯრიდან უბნებისკენ, რომლებიც ერთ დროს მისი სახლი იყო. ალექსანდრე მშვიდი და კონცენტრირებული, ჩუმად ფიქრობდა მადლიერი გამოსყიდვის შესაძლებლობისთვის, რომელიც ცხოვრებამ მისცა. მარიამი შემოვიდა დარბაზში, მისი სახე ემოციისა და ნერვიულობის ნაზავი. ყველანი აქ არიან, განაცხადა. პრესა, აქციონერები, საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რამდენიმე მაცხოვრებელიც კი ახალი საცხოვრებელი პროექტებიდან. გიორგიმ თავი დაუქნია, ფეხზე წამოდგა. დროა, თქვა, შეხედა ძმებს. მზად ხართ? ლუკამ გაიღიმა ღიმილით, რომელიც ასახავდა წლების ბრძოლასა და იმედს. უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, ძმაო. ალექსანდრე შეუერთდა მათ. ერთად, როგორც ყოველთვის უნდა ყოფილიყო. სამი ძმა გაემართა აუდიტორიისკენ, სადაც მომლოდინე ბრბო ელოდათ. აუდიტორიის ჩურჩული მიწყნარდა, როდესაც ბერიძეები ავიდნენ სცენაზე. გიორგი მიუახლოვდა მიკროფონს, მისი არსებობა მაშინვე მოითხოვდა სრულ ყურადღებას. დილა მშვიდობისა ყველას, დაიწყო. ცოტა ხნის წინ ჩვენმა ოჯახმა და ჩვენმა კომპანიამ გადაიტანა ჩვენი ისტორიის უდიდესი კრიზისი. დიდი ხნის დამარხული საიდუმლოებები გამოაშკარავდა, ემუქრებოდა ყველაფრის განადგურებას, რაც აგვეშენებინა. შეჩერდა მისი თვალები ათვალიერებდნენ აუდიტორიას. მაგრამ იმ სიბნელიდან გამოჩნდა სინათლე. გამოსყიდვის, ტრანსფორმაციის შესაძლებლობა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი თბილისისთვის. ლუკამ წინ გადადგა ნაბიჯი. წლების განმავლობაში ვცხოვრობდი ამ ქალაქის ქუჩებში, პირველ წყაროდან ვხედავდი ბრძოლებსა და ოცნებებს მათი, ვინც საზოგადოებამ დაივიწყა. დღეს აქ ვართ, რომ გითხრათ, რომ აღარ იქნებით დავიწყებულნი. ალექსანდრემ განაგრძო, ვისწავლეთ, რომ ნამდვილი მემკვიდრეობა არ იზომება ლარებში ან შენობის ზომით. ის იზომება ცხოვრებაში, რომელსაც შევეხეთ, თემებში, რომლებიც ავამაღლეთ. გიორგიმ კვლავ აიღო სიტყვა. ამიტომ დღეს ჩვენი მშობლების პატივსაცემად და მათი საბოლოო სურვილის პატივსაცემად, გამოესწორებინათ მათი შეცდომები, ვაცხადებთ ბერიძის ფონდის შექმნას სოციალური პროგრესისთვის. ეს ფონდი უზრუნველყოფილი ბერიძის ინდუსტრიების აქციების 51-ით მიეძღვნება ექსკლუზიურად თემის განვითარების, განათლებისა და ჯანდაცვის პროექტებს მთელ საქართველოში. კოლექტიური ამოსუნთქვა გაისმა აუდიტორიაში. რასაც ბერიძის ძმები აცხადებდნენ, იყო უპრეცედენტო ქვეყნის ბიზნეს ისტორიაში. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, განაგრძო გიორგიმ.
ბერიძის ინდუსტრიები ვალდებულებას იღებს დანერგოს მდგრადი და ეთიკური ბიზნეს მოდელი მის ყველა ოპერაციაში. ყოველი გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ, ყოველი პროექტი, რომელსაც განვახორციელებთ, მიზნად დაისახავს არა მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს, არამედ ჩვენი თანამშრომლების, ჩვენი თემებისა და ჩვენი პლანეტის კეთილდღეობას. ლუკამ აიღო მიკროფონი. გარდა ამისა, გავაფართოვებთ ჩვენს ხელმისაწვდომი საცხოვრებლისა და პროფესიული მომზადების პროგრამებს. არავინ ამ ქალაქში არ უნდა ეძინოს ქუჩაში ან შიმშილობდეს. ეს პირადი ვალდებულება, როგორც ვიღაცის, ვინც იცხოვრა ამ რეალობაში. ალექსანდრე იყო ბოლო, ვინც ისაუბრა. და მათთვის, ვინც ებრძვის დამოუკიდებულებასა და სხვა პირად გამოწვევებს, გავაფართოვებთ ჩვენს რეაბილიტაციისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ცენტრებს. რადგან ყოველი სიცოცხლე ფასეულია, ყოველი ისტორია იმსახურებს მეორე შანსს. ბერიძის ძმებმა ხელი ხელს ჩაკიდეს, წარმოადგინეს ერთიანი ფრონტი გაოგნებული აუდიტორიის წინაშე. გიორგიმ დაასკვნა. დღეს არ არის მხოლოდ ახალი თავი ბერიძის ინდუსტრიებისთვის. ეს არის ახალი გარიჟრაჟი თბილისისა და საქართველოსთვის. ერთად როგორც ოჯახი, როგორც თემი, ავაშენებთ მომავალს, სადაც არავინ ჩამორჩება. აუდიტორია აფეთქდა აპლოდისმენტებით. ჟურნალისტები მიაწყდნენ წინ მოუთმენლად, რომ დაესვათ კითხვები. აქციონერები ჩურჩულებდნენ ერთმანეთში ზოგიერთი შეშფოთებული ცვლილებებით, სხვები აღფრთოვანებული გრძელვადიანი პოტენციალით. საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლები ღიად ტიროდნენ, ხედავდნენ მათი ოცნებებს ნამდვილი ცვლილების შესახებ, რომლებიც ხელშესახები ხდებოდა. ციმციმისა და კითხვების ქაოსის შუაგულში ბერიძის ძმები დარჩნენ ერთიანი, მათი ხელები ჩაჭიდებული, მათი სახეები გაბრწყინებული გადაწყვეტილებითა და იმედით. დარბაზის ბოლოდან ფიგურა ჩუმად აკვირდებოდა. ელენე მაისურაძე ცრემლით თვალებში უყურებდა, როგორ გარდაიქმნა მისი შურისძიების აქტი რაღაც ლამაზად და ტრანსცენდენტულად. ისე რომ არავის შეემჩნია გასრიალდა დარბაზიდან, თან წაიღო სიმშვიდე იმის ცოდნით, რომ საბოლოოდ იყო რაღაცის ნაწილი, რაც უფრო დიდი იყო ვიდრე თავად. როდესაც ბერიძის ძმები პასუხობდნენ კითხვებს და აზუსტებდნენ თავიანთ გეგმებს, მზე მაღლა ადიოდა თბილისის ცაზე. ქალაქი თითქოს ვიბრირებდა განახლებული ენერგიით, თითქოს გრძნობდა, რომ იდგა ღრმა ტრანსფორმაციის პირას. ქუჩებში ხალხი ჩერდებოდა გიგანტური ეკრანების წინ, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ განცხადებას. ჩუღურეთსა და სხვა მარგინალურ უბნებში ოჯახები ეხვეოდნენ ერთმანეთს, პირველად ხედავდნენ ნამდვილი იმედის სხივს მათ ცხოვრებაში. ბერიძის ინდუსტრიების ოფისებში თანამშრომლები ტიროდნენ და ეხვეოდნენ ერთმანეთს, ამაყობდნენ, რომ იყვნენ რაღაც რევოლუციური ნაწილი. და სცენაზე გიორგი, ლუკა და ალექსანდრე ბერიძე იდგნენ მტკიცედ გაერთიანებული კავშირებით, რომლებიც უფრო ძლიერი იყო ვიდრე სისხლი, კავშირები ნაჭედი პატიებით, გაგებითა და შეუვალი ვალდებულებით საერთო სიკეთისადმი. მოულოდნელი შეხვედრა, რომელიც დაიწყო თბილისის შუქნიშანზე, გამოიწვია მოვლენათა ჯაჭვი, რომლებიც ახლა პირდებოდა, რომ შეცვლიდნენ თავად ქალაქისა და ერის ქსოვილს. ოჯახური საიდუმლოებებისა და წარსული ტრაგედიების ფერფლიდან აღმოცენდა იმედისა და განახლების ფენიქსი. როდესაც პრესკონფერენცია დასასრულს უახლოვდებოდა და ძმები ემზადებოდნენ გამოწვევებისთვის, რომლებიც უეჭველად მოვიდოდა, იცოდნენ ერთი რამ დარწმუნებით, რაც არ უნდა მომხდარიყო, ისინი შეხვდებოდნენ ერთად. როგორც ოჯახი. როგორც ყოველთვის უნდა ყოფილიყო. და ასე მზით მაღლა და ქალაქით, სავსე შესაძლებლობებით მათ წინაშე, ბერიძის ძმებმა გადადგეს პირველი ნაბიჯი ნათელი მომავლისკენ, არა მხოლოდ მათთვის, არამედ ყველასთვის, ვის ცხოვრებასაც შეეხებოდნენ მომდევნო წლებში.